პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე გადადის და აცხადებს, რომ ახალი 9 აპრილი დაიწყება. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ. პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური კვირა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. არ დავიღლებით, სანამ მთავარ მიზანს არ მივაღწევთ, ამ მიზანს კი სააკაშვილის გადადგომა გქია. გვპირდებით, უკან აღარ დავიხევთ და არც ტყუილად ჯდომას ვაპირებ. დარწმუნებულები ვართ, რომ უნდა გადავიდეთ უფრო ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც იქნება კანონიერი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, თუმცა უფრო გამოაფხიზლებს ამ ხელისუფლებას, რადგან აქამდე ვერ გამოფხიზნენ. ამ სიტყვებით გაახმოვანა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის სამომავლო სტრატეგია. როგორც ამბობენ, მომავალი კვირა ძალიან დაძაბული და ძალიან საინტერესო იქნება. ოპოზიცია პირობას დებს, რომ ხელისუფლებას წინ ახალი 9 აპრილიელის ახალი პოლიტიკური ტალღა და ისეთივე ფართომასშტაბიანი აქციები ელის, როგორც ეს 9 აპრილს იყო. თუ რაიმე დიალოგი უნდა შედგეს, სავარაუდოდ იგი სწორედ მომავალ კვირას შედგება, ან ზუსტი თარიღი, ადგილი და მონაწილეები მაინც გაირკვევა. იმის საპასუხოდ, რაც პრეზიდენტმა სამებაში თქვა, რომ მზადა ოპოზიციასთან შეხვედრისთვის, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდიც ასევე მზადაა შეხვედრისთვის, რადგან ქვეყანა იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში და მისი გუნდი აპირებს გარკვეული წინადადებების შემუშავებას ამ შეხვედრისთვის, რომელიც პირველ რიგში ეცნობება სწორედ მათ პოლიტიკურ პარტნიორებს. როგორ ხვდება ალასანიას გადაწყვეტილებას ლევან გაჩეჩილაძე, მას დღეს პირდაპირ ეთერში მოусმენთ. ორიოდე დღის წინ კი გაჩეჩილაძემ ასეთი განცხადება გააკეთა. თუ ვინმე ოპოზიციის ზურგს უკან ხელისუფლებასთან გარიგებაში შევა, ამას აუცილებლად გავიგებ და სასტიკად დავსჭირ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიტანჯეთ, ჩვენ ზურგს უკან ოპოზიციის არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციად გაყოფის ისტორია და თუ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთ, ჩვენ ვართ დასასჯელები. მაშინ გამოჩნდება ახალი გმირი და იმას უნდა გაყვეს ხალხი. შედგება თუ არა ახალი 9 აპრილი ამ სათაური დღეს პოლიტიკურ კვირაში წარმოგიდგენთ. პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. ჭირდება ახალი 9 აპრილი. ეს არის ჩვენი მშვიდობიანი პასუხი მათ იგნორირებაზე. აბა ერთი ვაჩვენოთ, როგორი იქნება ახალი 9 აპრილი. ხალხი პოზიციის დათმობას არაპირებს. ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადოს ხელისუფლების ხელში აღება. ოპოზიცია ხვალიდან ბრძოლის ახალ ტაქტიკას და ფორმას ირჩევს 25 დღე 9 აპრილიდან. წერდება ეს ოფლის დაბლა და მივაქცევ და ძალიან დიდი ხანი შევინარჩუნებთ მას. შევინარჩუნებთ ძალიან დიდი სიყვარული. ალასანია აცხადებს, რომ ოპოზიცია მზადაა პრეზიდენტთან შესახვედრად. რას ფიქრობს ამ თემაზე საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი? პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოусმინეთ ლევან გაჩეჩილაძეს, რა გეგმას დადებს ხვალიდან ოპოზიცია. აი აქ ვიდგებით, სანამ არ დაგწოხავთ, სანამ სააკაშვილი არ დავა. დამიჯერეთ მოხდეთ და რას ფიქრობს პრეზიდენტთან სავარაუდო შეხვედრასა და სავარაუდო შედეგებზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია? არის თუ არა შანსი ისინი კოალიციურ მთავრობას დათანხმდნენ? ოპოზიცია მზად არის შეხვედრისთვის, ოღონდ ჩვენის მხრიდან იქნება ერთი საკითხი, ეს არის პრეზიდენტის გადადგომა. მოусმინეთ დღეს პოლიტიკურ კვირაში გია თორთლაძეს, როგორია კრიზისის განმუხტვის თორთლაძისეული რეცეპტი. ადგილი ქონდა სროლის მცდელობასაც, რაც არ განხორციელდა პირადი დაცვის სინქრონული მოქმედების და ბედნიერი შემთხვევის გამო.
რა პოზიცია აქვს ლეიბორისტებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებსა და ოპოზიციის საბრძოლო ტაქტიკაზე მზადდებოდა თუ არა თავდასხმა შალვა ნათელაშვილზე ნესტან კირთაძე პოლიტიკურ კვირაში. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო! თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგზე წავა, მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე დარჩება, რათა დასახული მიზანი ბოლომდე მიიყვანოს. ეს ლევან გაჩეჩილაძის პირობაა, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ბრძოლის ამ ეტაპს, პირდაპირ პასუხების შეკითხვებზე, რომელიც თითოეულ თქვენგან საინტერესებს. ძიმე პოლიტიკური კვირის ბოლოს მოდით ერთად მოусმინოთ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ვინ რას ელის და რა გეგმა აქვს ქვეყნის გამოსაყვანად პოლიტიკური კრიზისიდან. რამდენიმე წუთში ლევან გაჩეჩილაძე და ნესტან კირთაძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. მანამდე კი გადაცემას გახსნის საპარლამენტო ოპოზიცია გია თორთლაძე ხო სტუდიაში. ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში, როგორ გზავნებთ. როგორ ხასიათზე ხართ, როდესაც უყურებთ, რომ თქვენი ყოფილი თანამოაზრეები, თქვენი ყოფილი მეგობრები ქუჩაში გამოდიან ერთადერთი მოთხოვნით გადადგეს სააკაშვილი, როდესაც ხელისუფლების მხრიდან პასუხი არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და როდესაც ამ წუთამდე ჯერჯერობით კიდევ შეუძლებელია გაკეთდეს რაიმე პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესები. როგორ უყურებ, არ ვიცი, ადამიანებს აქვს თავისი უფლება, ყველა ადამიანს აქვს უფლება მოითხოვოს ის, რასაც თulis საჭიროთ. მე დიდი ხნის წინ გავამიჯნე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ შემოვიდა პარლამენტში, ჩვენი გამიჯვნა მანამდე მოხდა, როდესაც მე შევედი პარლამენტში, ისინი გარეთ დარჩნენ. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, ხა, როდესაც საუბრობთ, საერთოდ თუცა საუბრობთ, რა შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება ხელისუფლებამ რა შეიძლება დათმოს და ასეთი საკითხები ისმის ყოველ დღე ტელევიზიაში. არა, ხელისუფლებამ რა შეიძლება დათმოს, ამას არ განიხილავს ოპოზიცია. ოპოზიცია სვამს ერთადერთ მოთხოვნას გადადგეს სააკაშვილი. სააკაშვილი ეძახის არ გადაუდგებიოდა. ნუ ხა ეს არის მოცემულობა დღეს და ამიტომ ერთადერთი გზა და საერთოდ მე გეტყვით ერთ რამეს და საერთოდ მიდის ჩემთვის ცოტა ასე ვთქვათ ეს არის სახელმწიფოებრივი კრიზისი, რაც ეხლა ქვეყანაშია. ოღონდ დაკავშირებული სახელმწიფოებრივი კრიზისი პირდაპირ დაკავშირებული არის რუსული ინტერვენციასთან. დაიწყო რუსული ინტერვენციით, მოხდა ტერიტორიების ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, მე ასე ვთქვათ, გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი უკვე ქვეყნის შიგნით და გაღრმავდა იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციამ რომელმაც დააყენა ერთადერთი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გაშიფრვა მე ესახება, რომ მოთხოვნა ის, რომ სააკაშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან, დაკავშირებულია პირდაპირ, ანუ პირველ საკითხად უწერიათ ომი, რომელიც დაიწყო საქართველოში. აი ამ პოსტულატს, აი ამ მიმდგომას მე არასდროს არ დავეთანხმები. ანუ ეხლა თქვენ რას ამბობთ? აბამთ ოპოზიციას რუსულ ინტერესებს? პირდაპირ მითხარით, იმიტომ რომ ცოტა შორიდან დაიწყეთ რაღაც. ძალიან რთულია პირდაპირ, ძალიან რთულია რა. არა, ძალიან რთულია პირდაპირ ინტერესები შეება რაღაცა მიაბა. არა, იმიტომ რომ მე რა ვიცი ხა ვისაც ინტერესები. მე გეტყვით ზოგადად. ისე ეჭვი გააქვთ? არა, ეჭვი რა თქმა, ბევრი ეჭვები არსებობს, ეხა ვიღაცას აქვს ურთიერთობები, ვიღაცას არ აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის. სააკაშვილი გაახსენდება ეხლა ბევრს, როცა ის საუბრობდა შნურით მიბმულ ოპოზიციაზე, რუსეთის საელჩოსთან დაახლოებით იგივე პათოსი გაქვს. კი, მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას. ანუ მე გეტყვით რომ ომის თემა აღმოჩნდა ოპოზიციის სტრატეგია. ძირითადად ომის თემა აღმოჩნდა ძირითადი სტრატეგია. ამიტომ სტრატეგია თუ ტრაგედია, ბატონო? ტრაგედია არის ქვეყნის და არა ოპოზიციის. ეს არის ქვეყნის ტრაგედია ზოგადად. ოღონდ ეს ტრაგედია არ დაწყებულა აგვისტოში. ეს ტრაგედია ცოტა უფრო ადრე დაიწყო ქართველი ერის ისტორიაში. ეს დაიწყო 1800 პირველ წელს, თუმცა გაგვიუქმეს ეხლა ისტორიის ექსკურსია არ გვინდა. აუცილებლად ეხლა ამაში არ მინდა კი ბატონო, მაგრამ საერთოდ ისტორია უნდა იცოდეს კაცმა და ცოტა ისტორიაში უნდა გადახედოს ხოლმე, როცა რაღაცებს ამბობს. მაგრამ კი ბატონო, დავანებოთ იმ ისტორიას თავი 21 წელსაც დავანებოთ თავი და სხვა პერიოდებსაც რომელსაც გახსენება სოფიო. მაგრამ როცა მიდის კლიპები, როცა კლიპი კეთდება, რომ 100 სოფელი დაიკარგა. მე მაინტერესებს რომ 6 დიდი ქალაქი რო დაიკარგა. 6 ქალაქი რო დაიკარგა საქართველოში. მაშინ რა ხდებოდა საქართველოში? ეს ომი არ იყო რუსეთს საქართველოს შორის და 100 სოფელი კი არ დაიკარგა შევარდნაძის დროს. შევარდნაძის დროს დაიკარგა 600 სოფელი ალბათ. კი, მაგრამ ეხლა დამატებით დაიკარგა კიდევ ორი ტერიტორია. დაიკარგა, მაგრამ კოდორი და ახალგორო. დაიკარგა, კი ბატონო, ოღონდ დაკარგვა. შევარდნაძის დროს რაც იყო, ამაზე ისე წავიდა შევარდნაძე, რომ ამისი პასუხიც კი არ გაცემულა. ანუ დღეს ოპოზიცია ამბობს, შევარდნაძე აღარ არის ხელისუფლებაში. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელმაც დაკარგა ახალი ტერიტორიები, უნდა წავიდეს. რა არის აქ გაუგებარი თქვენთვის? გაუგებარი არის თავარი რამ. მე მაინტერესებს პირდაპირ დავსვა მაშინ საკითხს ესე. ქვეყნები, სადაც
მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები. სტალინი უნდა გადამდგარიყო მოსკოვთან რუსეთი მოვიდნენ, რუსები ისა გერმანელები მოვიდნენ. ომის წაგებაზია ბატონო. არ არის დამთავრებული პროცესი. წაგებული ომის შემდეგ უნდა გადადგეს ხელისუფლება, ასეთი ომის წაგება მხოლოდ ბრძოლის წაგებას არ ნიშნავს. ომის წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ომის წაგება იქნება მაშინ, როცა დადგინდება და დამტკიცდება, რომ ეს ტერიტორიები არის რუსეთის. როცა დადგინდება, რომ ეს ამ ტერიტორიებს ცნობს მთელი სოფლიო. ეს მიდგომა არის აბსოლუტურად არასწორი, რომ წაგებულია ეხლა ომი და ამიტომ ვიღაცა უნდა გადადგეს და ამიტომ იმ წუთში გადადიხარ საერთაშორისო სამართალში. იმ წუთში მიდიხარ საერთაშორისო სამართალთან და ომისა და მშვიდობის სამართალთან, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აგრესორი ქვეყანა კარგავს თავის ტერიტორიებს. ასე მოვიდა გერმანიას, ასე მოვიდა საფრანგეთს, ბევრ ქვეყანას მოვიდა თავის დროზე დაკარგეს ტერიტორიები. ამიტომ როცა საუბრობენ, ცოტა უნდა მოუზომოთ და ის უნდა მოუზომოთ, რომ არ უნდა იყოს ესეთი განცხადებები, რომ იქნებ ცნოთ ცხინვალი და აფხაზეთი. ესეთი განცხადებები მოვისმინე. პირდაპირ საკანში მოვისმინე მე ესეთი განცხადებები. ვინ კონკრეტულად თქვით? გია გაჩეჩილაძემ თქვა საკანში იქნებ ცნოთ და არავინ არ შეწინააღმდეგებია ხა ამასთან დაკავშირებით, ხო? მეორე საკითხს ბრუნდები და ისე მეორე საკითხზე გესაუბრებით. მე არ მომისმენი ამ შეიძლება არა მე ჩემი სათქმე იცოდა თქვა მე არ მომისმენი ამიტომ ვერ გეტყვი. მე შემდგომ განცხადებებს გეტყვით. როდესაც ლევან ბერძენიშვილი ამბობდა რომ მიშა თუ რა ქვია სააკაშვილს როგორ მიმართავდა აღარ მახსოვს მიშა თუ სააკაშვილო ნუ ესური კასეტურ ბომბებს შენ მოსახლეობას. ესე იგი მანდ იყო პირდაპირ მარტივად იყო ნათქვამი რომ დაძინებულ ცხინვალს ესროდა სააკაშვილი. მეორე წუთში ზუსტად იგივე ხალხმა, ზუსტად იგივე თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა რამე თქვეს. მეორე წუთში თქვეს ასეთი რამ, რომ ცხინვალიდან მოსახლეობა გაიყვანეს ოსებმა და რატომ ქართველებმა ვერ მოასწრეს სოფლებიდან გამოყვანა. თუ გაყვანილი იყვნენ, მაშინ ვინ ისესროდნენ ძინარეს. თუ ასე არ იყო, მაშინ იქ ტყუი ხარ, ამან ტყუი ხარ. ასვამბობ და გაუგებარ ამბავს ვამბობ. წარმოუდგენელ ამბავს ვამბობ. ესპანელები იყვნენ ჩამოსულები სენატორები, 4 ესპანელი იყო ჩამოსული, გაუგნებული წავიდნენ და შეხვდნენ ჩვენ სენატორები, ესპანელი სენატორები შეხვდნენ. რითი იყვნენ თქო გაუგნებული? გაუგნებული იყვნენ იმით, რომ ჩვენ ვიყავით სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, როცა საომარი მოქმედებებიც კი მიმდინარეობდა და არასდროს თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ავტომატით ხელში ებრძოდა მეორეს თავის ოპონენტს. არ უთქვავს ქვეყნის საწინააღმდეგო არც ერთი სიტყვა. არ შეიძლება დღეს ჩვენ ლაპარაკობდეთ, რომ ომი წავაგეთ და ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ ვართ აგრესორი ქვეყანა. აგრესორ ქვეყანას ვინ თქვა ეს სიტყვა სიტყვით რომ ომი დავიწყეთ ჩვენ და ჩვენ ვართ აგრესორი ქვეყანა. არა, ოპოზიცია ამბობს რომ სააკაშვილი რომელმაც დაკარგა ტერიტორიებიო, უნდა გადადგეს, იმიტომ რომ მან დაკარგა ეს ტერიტორიები. საუბარი არის 155 ქართულ სოფელზე. მე უნდა ვიყო ობიექტური, ასევე საუბარი არის იმაზე, რომ ისინი ამბობენ, რომ ძალიან მძიმეა ამ ყველაფერთან ერთად იმის გახსენება, თქვა კუშნერთან ერთად, როდესაც იყო იქ პრეზიდენტი, გაქცეულ პრეზიდენტზე საუბარი და მარტივად არის მათი მოთხოვნა ასეთი, რომ ომი თუ კი დასრულდა ჩვენი წაგები, ხელისუფლებამ თუ კი პროვოკაციაში შეგვიყვანა ძალით, ამიტომ ის არის პასუხისმგებელი რომ წავიდეს. მე ხარ რომ გადავწყვიტო. მე ხარ რომ მივიღო გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა უნდა მოგაყენოთ თქვენ. სიტყვა მეთოდა იმით. პასუხს მიიღებთ პირობას გაცემს. ხო, მაგრამ პასუხს როგორ მივიღებ, როცა ფიზიკურად ვარ ამჯერად რო ძლიერ. ხო, პასუხი გასცემს. ამიტომ როცა 7 სოფელი დაიბომბა საქართველოში, ქართული სოფლები, როცა პირდაპირ რუსი გენერალი ზის იქ კულახმედოვი და ამბობს, პირდაპირ არსებობს ამის კომენტარები, რომ ოსეთის მხარე ისური ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ. არაფერის გაკეთება არ შეგვიძლია. ამ დროს როცა სააკაშვილს რო არ მიეცა პასუხი, არ ჩაეკრო ის სასაცხე წერტილები. რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე. არ უნდა ჩაეკრო, არ უნდა მიეღო, მაშინ წამოსულიყო თბილისში და მე გენახა თქვენ ოპოზიციის ყვირილი და მეც მათ შორის აყვირდებოდი, რომ რა გვიდა მაშინ ესეთი არმია, რომელიც არიცავს ქართულ სოფლებს. ომის თემაზე თქვენი პოზიცია გასაგებია. მე როცა გახსნა ორდღიანი ომი. რა არის ორდღიანი? ერთი 5 დღე გრძელდებოდა ეს ომი, 2 დღე, 5 დღე, მაგრამ მე გავახსენებ ერთ ომს, ყველაზე მნიშვნელოვან ომს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ომს ევროპაში. როდესაც მოხდა ვატერლოოს ბრძოლა, სადაც ევროპის ბედი წყდებოდა და 5 საათი გაგრძელდა ომი და 63000 კაცი დაიღუპა ამ ომში 5 საათში, სადაც არც თვითმფრინავები იყო, ტარძარბაზნები იყო. ამიტომ ერთდღიანია ომი, 5 საათიანია თუ 9 საათიანია, მაგას კი არ აქვს. მოკლედ მითხარით. ამიტომ როცა თხოვლობ ვინმეს გადაყენებას, უნდა მოითხოვო პირველ რიგში პუტინის და მედვედევის გადაყენება. ეგენი არიან აგრესორები. ეს ანეკდოტს დაემსგავსება ახლა ჩვენმა პოლიტიკოსებმა რომ მოითხოვონ და ამიტომ განცხადებები სხვა ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის გადაყენებას. ჩვენ მოვამზადეთ საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ, რის თავმჯდომარის მენახლევართ, მოვამზადეთ მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სადაც ვამბობთ, რომ აი ახლა ბოლო პერიოდში შეინიშნება, ეს ხდება დაახლოებით 9 აპრილის პერიოდში, ცოტა უფრო ადრეც. შეინიშნება გაოთხმაგება რუსეთის შეერაღებული ცოცხალი ძალის. შეინიშნება გასამაგება ცოცხალი ტექნიკის და საზეიმტო დანადგარების არაკეტო და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს წერთ ამ მოთხოვნა მიმართვაში და უგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარი ქვეყნების მთავრობებს. ეს მიმართვა ჩვენ დავდევით
პირდაპირ NDI-ის ოფისში, რომ არ ყოფილიყო იქ უსიამოვნობა ვინმესთვის იქ მისვლა, აქ მისვლა იმ სხვა ოფისებში და პარტიის ოფისებში. მოაწერა 24 ორგანიზაციამ ხელი, არც ერთმა ლიდერმა, მათ შორის ყველა ლიდერს დაუგზავნეთ ჩვენ მესიჯები, რომ აგდევს ეს დოკუმენტი და ტელევიზიასაც ხაჯერ გამოცხადდა იმ დღეს, არც ერთმა არ მოაწერა ამას ხელი. რატომ? ეს მათ უნდა კითხოთ, აი რომ შემოვიდნენ. თქვენი აზრით რა? არა, მე არ ვიცი რატომ. მე არანაირ ჩემი აზრები არ არის ამ შემთხვევაში მთავარი. მთავარი არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასეთი დოკუმენტი შედგა, ასეთი დოკუმენტი გაუგზავნეთ ჩვენ, დაურიგეთ სიყულას, ამაზე ამ დოკუმენტზე არ იყო ხელმოწერა. რას ნიშნავს მიტინგზე, როდესაც 9 აპრილის მიტინგს ნიშნავ 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში, დამოუკიდებლობის მოთხოვნის დღეს, როდესაც გადაუარეს ჩვენ ქალებს, არც ერთ გვარს არ ახსენებენ. არც ერთ გვარს 26-21 ადამიანს, რომელიც დაიღუპა იმ დღეს, არც ერთი სურათი მათი იქ არ არის და არც ერთი ადამიანი არ ახსენებს რადიონოს, რომელიც დღესაც გოსდუმის დეპუტატია, იგზის, გოსდუმაში ზის და დეპუტატია. არ ახსენებენ რუსეთის აგრესიას, არ ახსენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და თუ არა, დაუშვათ ისინი ახსენებენ, მოდით, ვიყოთ ახლა ობიექტურები, ვიყოთ ობიექტურები. ისინი ახსენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც სწორედ ამ ოკუპირებული ტერიტორიების გამო ისინი აყენებენ ხელისუფლების პასუხისმგებლობის. რატომ არ აყენებენ საკითხს, არავინ არ აყენებს მიტინგზე საკითხს და არც ერთი გამომსვლელი არ ყოფილა მიტინგზე, რომ დაეყენებია საკითხი, გავიდეს საოკუპაციო ჯარების საქართველოდან. რატომ? არა, რა კარგით? კარგით, არა, უნდა მოვასწრო შემდეგი კითხვისთვის. არა, მე არ ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი, შესაბამისად ახლა ყველაფერზე პასუხს მე ვერ გაგცემ. სახელმწიფო ინტერესების სფეროს გაეკუთვნება სამი საკითხი. ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ეს არის სახელმწიფო მოწყობა. აი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით მე ხელისუფლებასთან კითხვა არ მაქვს, იმიტომ რომ ომი დაიწყო რუსეთმა, გადაწყვეტილი იყო 9-ჯერ გამოაცხადეს, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით დიდი ხანი და მოახდინეს, ისაც უნდა მოეხდინათ. არ მაქვს კითხვა, ქვეყნის ინტერვენციასთან დაკავშირებით იგივე არის, არ მაქვს კითხვა, ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ამიტომ არ მაქვს კითხვა, მაგრამ სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით სწორედ კითხვები მაქვს და ანტიკრიზისული საბჭოს ამაზე ვმუშაობთ პარლამენტის ამ საკითხებზე, 17 საკითხით ჩვენ შევათანხმეთ. მე ჩამოგითხოვოთ ძალიან ბევრი საკითხი, არა, 17 საკითხი არა, მე დღეს სხვა შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ეს, არა, გასაგებია დიალოგის რეჟიმში მოხდა ამის ასკოთ შეჯერება და გადაწყვეტილებების შესაძლებელია თუ არა ვთქვათ განვითარდეს მომავალ კვირას ამას გეკითხებით, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის ეს არ არის ჩემთან შეკითხვა, იმიტომ რომ არა, რატომ იყო ასეთი ვარაუდი, რომ შესაძლებელია ხელისუფლებასთან წავიდეს შეთანხმებაზე საპარლამენტო ოპოზიცია კოალიციური მთავრობის შემთხვევაში და ამით მოხდეს ლეგიტიმაცია მაპატიოს მსმენელმა მაყურებელმა გაправება ეგრეთ წოდებული მათი შემოთავაზება. ჩვენ არასდროს არ მოგითხოვია არანაირი კოალიციური მთავრობა და არანაირი პოსტები მთავრობაში და რაც შეეხება დიალოგის რეჟიმს, ჩვენ ამ დიალოგის რეჟიმში უკვე 1 წელია ვართ და სწორედ ანტიკრიზისული საბჭოს და საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო ფრაქციებიც მუშაობთ ამ რეჟიმში. ამიტომ არანაირი პრობლემა ჩვენ დიალოგის არ აქვს ხელისუფლებასთან. დიალოგი მიმდინარეობს ხელისუფლებასთან დიდი ხანია. ამიტომ დღეს კი არ ვიწყებთ ამას, დღეს არ ვლაპარაკობთ. მე უბრალოდ ერთი რამეა თქვა, საერთოდ ოპოზიციის ცნება, ოპოზიციის გაგება ჩვენებურად, ქართულად რაღაცა 91-12 წლებს უკავშირდება. ესე იგი იქიდან მოყოლებული საერთოდ შეიცვალა აზროვნება რა არის ოპოზიცია. ოპონირება არ ხდება. იმიტომ რომ ოპონირება უნდა ხდებოდეს კონკრეტულ საკითხებზე. ოპონირება უნდა ხდებოდეს დიალოგის საფუძველზე, დიალოგის საშუალებით, დისკუსიის საშუალებით, გვალიმაგის საშუალებით, დებატების საშუალებით და არა. კი, მაგრამ თუ კი ეს ადამიანები არ მიდიან მათ მოთხოვნებზე, თუ კი არა, მათი მოთხოვნა არის უნდა წავიდეს სააკაშვილი რა. აი ამ პერიოდში 9 აპრილის მერე და მანამდეც მოვისმინე 3-4 გამოსვლა სააკაშვილის, მოვისმინე ბაქრაძის რამოდენიმე გამოსვლა, მოვისმინე ყველა კომიტეტის თავმჯდომარე. შემოთავაზებული იყო ეკონომიკური კრიზისი, სოციალური თემატიკა, კონსტიტუციური ცვლილებები, სახელმწიფო მოწყობა, მაგრამ არა ის არსებითი, რასაც ეს ხალხი ითხოვს ქუჩაში გამოსული. ეს იყო ერთ-ერთი გამომსვლელი, ასე თქვა, შეთავაზება და მაშინ თუ თქვენ ეს არ მოგწონთ და ბევრჯერ იყო ასეთ ლაპარაკი. დაამატეთ ის საკითხები, რასაც თქვენ თქვით. ოღონდ, როცა ეუბნები რომ შენ უნდა წახვიდე და მე უნდა მოვიდე, ეს ცოტა დიალოგის რეჟიმზე როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო ერთი წუთი როგორ წარმოგიდგენიათ მე ისევ ოპოზიციის არგუმენტებს მოვიშველიებ თქვენი ნებართვით ისინი ამბობენ ვის უნდა ვესაუბროთ ადამიანებს რომლებიც მიტინგიდან წასულ ხალხს ცემენ ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ ადამიანებს რომლებიც გვიწყობენო პროვოკაციებს თუნდაც მე მინდა ის კადრები გავიხსენო მე მგონი ჩვენ გვაქვს საშუალება აი როგორ ნარკომანებზე რომ იყოს საუბარი და შემდეგ როგორ ამოიღეს არქივიდან ვარდების რევოლუციის დროს თქვათ ის ვინმე გოგიტიძე ხო თუ არ ვცდები როგორ ედგა თუ არ ვცდები გიგა ბოკერიას ხო გვერდით თუ გვაქვს საშუალება იქნებ ჩვენ ვნახოთ ეს კადრები ანუ აი დიახ სწორედ ამ ადამიანზეა საუბარი არა მე მინდა არა მე გისვამთ ერთ შეკითხვას ძალიან გთხოვთ ვის უნდა ველაპარაკოთო ხალხს რომელიც წინა გადაცემაში სხვა ჩვენს თვალსები კობა დავითაშვილი ამბობდა კრიმინალების ბანდაო და არა ხელისუფლებაო მაშინ როდესაც ჩვენო ისინი დიალოგს გვთავაზობენო ამ დროს სანოძე ზევიდან წყლით სავსე პარკს გვასხავს ტირის თოფით ადამიანს ასეთ შეურაცხყოფას აფიზიკოს ეხლა ამ შემთხვევაში მე აი მოდით ცადოთ ეხლა მე არა ვარ ხელისუფლების ადვოკატი მე არა ვარ ხელისუფლების წევრი
მაგრამ მე ვსვამ კითხვას რა ხდება საზოგადოებრივ არხთან? რა არის ეს ბოლშევიკური მეთოდები, კარებების დაკეცვა, ჟურნალისტების გადაღებები? რას ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ გაყიდულები? საერთოდ მიდის გაუპატიურება საზოგადოებრივი აზრის ამ ქვეყანაში. გაუპატიურებულად უნდა იგრძნო თავი ან არ უნდა იგრძნო. არა, მე გეუბნებით საზოგადოებრივ აზრზე როცა მიდის ესეთი ზეწოლა, თუ კი ვინმე ადამიანი რომელიც შესაძლებელია გრძნობს თავს გაუპატიურებულად, არის ნაწილი რომელიც არა. გასაგებია. ამიტომ ნუ იძახიან, როცა აქ დგას ათასობით ღირსება შელახული ადამიანი, ღირსება თუ გაქვს, ვერავინ არ შეგილახავს ღირსება, ციხეშიც რო იძრე იმ ჟურნალისტებთან მიმართებაში მე მაგალითად მაქვს ასეთი კითხვები, რა ხდება ტელევიზიასთან მიმართებაში, რა ხდება სურათების გამოკრასთან დაკავშირებით, ჩემი კოლეგების, მაგალითად იგივე ნინო ქაჯაიასი, რომელიც მე მგონი არც ერთი ჩვენგანი არ იყო ჯერ კიდევ ჟურნალისტი, როცა იყო უკვე პროფესიონალი პოპულარული ჟურნალისტი და ასე შემდეგ, მაგრამ ამას მე დაუსვავ შეკითხვებს დანარჩენ სტუმრებს. თქვენ უნდა გამცეთ პასუხი, რა დიალოგზე შეიძლება წავიდეს ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება ასეთი ფორმებით ელაპარაკება. ეს არის მათი ხელისუფლებაში რომ ჯერ არ ახარ მოსული ასეთი ფორმებით უკვე რაღაცებს აკეთებ. იმ ფორმებით აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით. მიტინგებზე იგინები ხალხს ლანძღავ, თვითონ მანქანას. თქვენ მაშინ ლევან გაჩეჩილაძეს გვერდით ძალიან გულიანად როდესაც ის იგინებოდა პირდაპირ თქვა. არა, თქვენ იყავით მაშინ სპიკერი. მე ხوار ვიგინებოდი. მე ვიყავ სპიკერმა. კი, მაგრამ გვერდით რომ გიდგევთ, ნიშნავს გვერდით რომ მიგეხარ და შეიგინები, მე გეტყვი რომ არ არქნა ეს მეორედ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მეც უნდა შევიგინო აუცილებლად. მე გეუბნებით სხვა რაღაცას რა. მე გეკითხებით, რას ნიშნავს ტელევიზიის წინ საბუთების შემოწმება ჟურნალისტებისთვის? და დგანან იქა და ამოწმებენ საბუთებს, არ შეხვიდეთ და თანაც ახლა ზეწოლას თქვენ ხართ გაყიდულები, თქვენ განსხვავებული აზრის მოსმის ჟურნალისტებს აღარ განსხვავებული აზრი ვინც კითხვა, ახალგაზრდები გამოვიდნენ, თქვენს დიალოგი გამართეთ, ფლათის ახალგაზრდებიც არ არიან, ხო? საზოგადოების წარმომადგენლები არიან. საკმაოდ ცნობადი სახეებია. გაყიდულები, მოსყიდულები, ისინი მოღალატები და ასე შემდეგ. ეს რა იარლიკებია? თუ მე არ მაქვს განსხვავებული, რას ნიშნავს ქვეყანაში ორი აზრი უნდა იყოს მარტო? ერთი უნდა იყოს სახელმწიფო აზრი და მეორე უნდა იყოს ოპოზიციის აზრი? არ არსებობს, თქვენ გონიათ, შუაში ზღვა ხალხი არსებობს, რომელიც არც ერთის მომხრე და არც მეორეს. არ მოწონს ოპოზიცია, მაგრამ იძულებითი, ამიტომ გაუპატიურება საზოგადოების აზრი რომ ვახსენე, ამასთან არის დაკავშირებული, რომ შენ თუ გაქვს განსხვავებული აზრი, თუ არა ხარ ოპოზიციის მხარეს, შენ ხარ აუცილებლად მომხრე ხელისუფლების და შენ ხარ საერთოდ მოღალატე და შენ ხარ საერთოდ გამყიდველი და უნდა გადაგიღონ სურათები და უნდა მოგთხოვონ საბუთები, ისე არ შეგიშვებენ ტელევიზიაში. მაგათ ეთყობა, მან კონკავშირელი ლიდერები არიან ძალიან ბევრი და ეთყობა იცით რა პერიოდი ახსენებათ? ეკლესიებთან რო იდგნენ და მაშინ რო საბუთებს უმოწმებდნენ სტუდენტებს და სურათებს რო უღებდნენ, ის დრო ახსენდება და ეთყობა მოენატრათ ეს დრო, როცა უნდა ვიღაცებს სურათები გადაუღო ეკლესიაში შესულ ხალხს. ეგენი იდგნენ სხვათა შორის. სხვა შორის მე გამახსენდა ამ დღეებში, ჩვენი საუბრის ბოლოს, ვიდრე მე დაგისვათ ბოლოს შეკითხვას, მე გამახსენდა ამ დღეებში ვარდების რევოლუციამდე ჯერ კიდევ სააკაშვილი, როდესაც იყო ოპოზიციის ლიდერი, მისი მხრიდან გაჟღერდა პირველად ასეთი განცხადება, არ უყუროთ პირველ არხს, პირველი არხი იტყვება. მე ამ თემაზე მექნება ჩემი შეკითხვები ხალბატონ ნესტან კირთაძესთან, რომელიც უკვე ჩვენთან იმყოფება სტუდიაში, ბატონ ლევან გაჩეჩილაძესთან და მე მაქვს ეს კითხვა, რომ როდესაც სააკაშვილის გადაყენებაზე არის ლაპარაკი, იგივე გზებით ვთქვათ, ჩვენ უნდა ვისმინოთ თუ არა განცხადება, მაგრამ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლებას რატომ აძლევს თავს? ის ხალხი, ვინც იქ დგას, არის მათი მომხრე. ის ხალხი, ვინც იქ დგას, მათ უჭერს მხარს. ამიტომ მათი სახელით ლაპარაკობენ. მე გეტყვით თქვენ ხალხის სახელით რებია მომხდარი. 1922 წელს, როცა ამბროსი ხელაიამ გაუგზავნა გენუის კონფერენცია საფრანგეთში, გაუგზავნა მოთხოვნა რომ ოკუპანტებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, დაიჭირეს და მივიდა უამრავი ხალხი სასამართლოსთან და ამბროსი ხელაიას და კალიტრატე ცინცაძის მათ შორის დაპატიმრებას და სამ კაცრად გასამართლებას თხოვობდა ხალხი. მაშინ ილია ჭავჭავაძე 1906 წელსავლაბრის ბიბლიოთეკის გახსნის დროს რომ მივიდა, ხალხის სახელით მიუცვიდნენ იქ მუშები და ქვებით მიდან ჩაკოლავდნენ და უკანაკარებიდან გააყარა. მაშინაც ხალხი 70 წელი მიდიოდა ხალხის სახელით ხრეტა ხალხის. ამიტომ ხალხის სახელით ლაპარაკი. ხალხის დახრეტაზე რომ ამბობთ, მაშინ სულ ახლო წარსულს გაგახსენებთ, გუშინ იყო ზურაბ ბაზაგაშვილის 3 წლის თავი. მაშინ მე შეგახსენებთ გუშინ დილფაქტს. არა, უკაცრავად, მაგრამ მე არ გამომივიდეს ისე რომ მე ვიცავ თქვა ოპოზიციას. მე არ ვიცავ არავის, მე უბრალოდ ის ბიჭები, ვისი სურათებიც იქ არის გაფული მიტინგზე, არის სიმბოლო ამ საპროტესტო გამოსვლებისა. რაღა ილია ჭავჭავაძის დროს მივდივარ ჩვენს რეალობაში. გუშინ იყო ამ ბიჭის გუშინდელ დღეზე გადავალ, სამეგრელოში ისინი ოპერაციები ტარდებოდა და ზოგიერთები ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციებს. და დადიოდნენ. ზოგიერთები პირდაპირ გეტყვით გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა დადიოდნენ იქ სამეგრელოში და ტარდებოდა დამჟელი ოპერაციები. რატომ მაშინ არ უნდა ლაპარაკობდა ამ თემაზე? თბილისში რომ მიტინგები იხვრიტებოდა და ზოგიერთი დეპუტატები ეხლა იქ მერე შევიდნენ შევარდნაძის დროინდელ პარლამენტში. რატომ არავინ არ დასვა ეს საკითხი?
თუნდაც გამყრელიც და თუნდაც ახლები და თუნდაც მემარჯვენე ვინც იყვნენ იქა. რატომ არ აყენებდნენ ბერძენიშვილები იყვნენ იქა? რატომ არ აყენებდნენ საკითხებს? უსუფაშვილი იყო პირდაპირ სახელმწიფო მრჩეველი შევარდნაძე და მიტინგები ქუჩაში იხურდებოდა და არჩევნები რას ამბობთ ხა რომ უსუფაშვილი ურჩევდა შევარდნაძეს? მე არ ვიცი რას ურჩევდა, მაგრამ მაშინ რატომ idekit მათ გვერდით არა, შარშან? რატომ idekit და მოთხოვნები ქონა კონკრეტული წელიწად ნახევრის წინ თქვენ არ გახსოვდათ რომ ეს ხალხი მაშინ იმ კარგად მახსოვდა. ოღონდ ვინც მოითხოვდა საარჩევნო სისტემის შეცვლას, ვინც მოითხოვდა რომ 100 ყოფილიყო 50-ზე, ვინც მოითხოვდა რომ აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის დაეტოვებიათ, ცხინვალისთვის დაეტოვებიათ 3 მანდატი, აი იმისთვის შიმშილობდი. თხოვლობდით ვადებში არჩევნებს და არაფერ განსაკუთრებულს არ თხოვლობდით. თხოვლობდით ამ მოთხოვნებში ვინც დადგებოდა, ჩემ გვერდზე დადგებოდა, რა პრობლემა, არაფერი პრობლემა არ იყო. ამიტომ მოთხოვნებში შეიძლება ერთიანობა არსებობდეს. ოღონდ ეს მოთხოვნები უნდა იყოს, არ უნდა იყოს გიჟური მოთხოვნა, ეს უნდა იყოს მოთხოვნები, რომელსაც გიჟურია მოთხოვნა, სააკაშვილის წასვლაზე და მებოლო კითხვას პირდაპირ ეს მოთხოვნა არის გიჟური მხოლოდ იმიტომ, მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, როდესაც პირდაპირ რუსეთის ომს, რუსეთის აგრესიას აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში აკანონებს საქართველოს ტერიტორიის დაკარგვას. მე წინა იმაზე როცა ვიყავი თქვენთან, სიტყვები ჩემი გამოსვლა დავამთავრე ბისმარკის სიტყვებით. ეხლა მინდა დეგოლის სიტყვებით დავამთავრო. დეგოლმა თქვა ასეთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები თქვა. როდესაც დგება საკითხი სახელმწიფო ინტერესებსა და ამომრჩეველს შორის, მე ყოველთვის ვაკეთებ სასახელმწიფო ინტერესების სასარგებლო გაწყვეტილებას. ეს თქვა დეგოლმა და მე ასე ცხოვრობ და მე ესე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემთვის თავარი. სახელმწიფო ინტერესები და არა ის ვინ მოვახვალ ხელისუფლებაში, ვინ რას ივაჭრებს და ვინ როგორ ივაჭრებს და ვინ რა ტალღაზე როდის მოვა და რასად მოვა. პრობლემებია ქვეყანაში ძალიან ბევრი, ამ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს პრობლემები გადასაწყვეტია, ოღონდ ამ ფორმით რომ ეხა ჟურნალისტები არ შეუშვან და ეხა რაღაცები მოხდეს ამ ფორმით. ანუ უნდა შედგეს დიალოგი, ეს არის გია თორთლაძის მოსაზრება. მე დიალოგის რო უნდა შედგეს, ქაბატონინგა. ამას ვადასტურებს საქმით. მე ვარ დიალოგში დიდი ხანია და საკითხებს. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ და ქალბატონ ესტანს თხოვ სტუდიაში. სულ ცდილობ ხოლმე რომ რაღაც პაწაწინა დებატები მაინც გამომივიდეს. ქალბატონ ესტან რას უპასუხებდით გია თორთლაძის აი ამ გამოსვლას და მე მას დავემშვიდობები და თქვენთან განვაგრძობ საუბარს. საღამშვიდობის ზინგა, საღამშვიდობის გია, ყველას აქვს უფლება გქონდეს თავის პოზიცია, მაგრამ ისმენდი მე გიას პოზიციას და მართალი გითხრათ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ გული მეტკინა და მე ამას. რაზე მაინც და გაუშვე ბატონ გიას. ასე არ შეიძლება. დიდი ქართული ტრაგედია, რომელმაც ქართლს ამოაჭრა გული გია. ვინ ამოაჭრა ქართლს გული? შევარდნაძემ ამოაჭრა ქართლს გული. შევარდნაძემ დააკარგა ცხინვალი, შევარდნაძემ დააკარგა. ახლა შენი ლაპარაკე რამდენი შეგეძლო გელაპარაკება, ასე არ შეიძლება რუსთაველის გამზერზე გამოსული ხალხის შესახებ ასე ვილაპარაკოთ. ხალხსა მე საქმე არ მაქვს ამ შემთხვევაში. თავარი არის გია. პრობლემის გაწყვეტა და არა ბურჯანაძის მოთხოვნა ხელისუფლებას. შენი ურთიერთობა არ არის პრობლემა, ჩვენ ყოველთვის გვექნება ურთიერთობა, მაგრამ თავარია რეალურად შევაფასოთ ეს პრობლემები. რეალურად უნდა შევაფასოთ. ხალხი რატომაც არის გამოსული, ის პრობლემები უნდა გადაწყვეტოთ და არა ხელისუფლებიდან მოხსნილი და წამოსული ხალხი. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. დიდი მადლობა. წარმატებები ბატონ გია, კარგად გრძელდებოდეთ. მე ვემშვიდობები გია თორთლაძეს, ქალბატონ ესტან გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. მაშასე თქვენ მოისმინეთ საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია, ასე ვთქვათ, ქალბატონ ესტან მოდით განვაგრძობ. მე ვიტყვი, გავიხსენებ, გავიმეორებ ამ წუთას ნათქვამ თორთლაძისეულ ფრაზას, ხალხი იქ მივიდა პრობლემების გადასაწყვეტად და ხალხს ჭირდება პრობლემების გადაწყვეტა და არა ბურჯანაძის ხელახლა მოყვანა ხელისუფლებაშიო. დავიწყოთ, გისმენთ. საღამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს რაღაცა პროცესის ერთი ეტაპის შეფასების შესაძლებლობა, როდესაც მომეცა. მე ძალიან გული მტკივა, როდესაც წიწილები ითვლიანი გამოსვლილ მოსახლეობას, ზოგისთვის ეს არის 150.000, ზოგისთვის არის 50.000, მაგრამ მე მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის ხელისუფლებაში და მათ მხარდამჭერ უცხოელ კოლეგებსაც, რომ იქ მდგომი, ტრიბუნასთან მდგომი პოლიტიკური პარტიები ყველაზე გაყალბებული ბოლო არჩევნების შედეგითაც კი 9 მილიონიანი საქართველოს მოქალაქეების მანდატის მფლობელები არიან. ამიტომ იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი დადგება ნებისმიერ მიტინგზე. თუმცა მას აქვს ალბათ მნიშვნელობა ქალბატონ ესტან, იმიტომ რომ როდესაც ადამიანები ითხოვენ გადადგეს სააკაშვილი, ხელისუფლების პასუხი არის ხოლმე, რატომ უნდა გადავდგე? იმიტომ რომ 100.000 კაცი არ არის იქ, იმიტომ რომ 20.000 მოითხოვს, იმიტომ რომ ანუ ეს არის სავაჭრო თემა. ყოველთვის ქართული პოლიტიკისთვის ეს პირდაპირ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველაზე გაყალბებული ბოლო ორი არჩევნების შედეგადაც კი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები, მე ახლად გაუპოზიციონირებულებს, რომელთა ჯერჯერობით არც ერთი არჩევნებში, არც ერთი ხმა არ მიუღია თამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ 9 მილიონზე მეტი მოსახლეობის მანდატით სახელით საუბრობენ და რაც ყველაზე მთავარია, მე მინდა უთხრა ჩვენს მტერსაც და მოყვარესაც.
რომ ასეთი უპრეცედენტო აქციები 25 დღეა, რომელიც დღეს მიმდინარეობს თბილისში რუსთაველის გამზირზე მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. როდესაც ადამიანები მოდიან ნებისმიერ დროს, იცვლებიან პოლიტიკური ფიგურები, იცვლებიან ორატორები, მაგრამ არ იძრებიან ადამიანები და ეს ომი რომელიც დღეს მიდის არაპირდაპირი გაგებით რასაკვირველია. მე ამას დავაქვი ერთ-ერთი გამოსვლის დროს საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის ღირსების დაბრუნებისათვის ომი და ბრძოლა და ხელისუფლება შეგედავებოდათ ეხლა ქალბატონესთან, ანუ მხარდამჭერები თუ კი ყავს ოპოზიციას, ისინი ამბობენ, ყავს ჩვენცო. რა სიტყვით, ანუ არის თუ არა ეს სრულიად საქართველოს მოთხოვნა, ის მოთხოვნა, რასაც დღეს აყენებს მიტინგის ორგანიზატორთა ვის რამდენი მხარდამჭერი ყავს? გეთანხმებით, ვის რამდენი მხარდამჭერი ყავს და რაოდენობით თვალზე არ არის ლაპარაკი. თქვენ წეღან გია თორთლაძე შეახსენეთ ზურა ვაზაგაშვილის 3 წლის თავი. მე 5 წლის განმავლობაში, მე ეს მინდა დავაფიქსირო, რომ 5 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ საქართველოში დააფიქსირა არა მომხრეები და მოწინააღმდეგები, არამედ ეროვნული კატასტროფა. მე და თქვენ ერთად ვნახეთ ატირებული დედები, ის ცნობილი დედები, რომლებიც ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კიდე სხვა დედები, რომლებიც ამ პოლიტიკის შედეგად ატირდნენ. მე და თქვენ ვნახეთ ატირებული შვილები. მე გუში ვნახე რუსო შარაძე, რომელიც ატირებული შვილის სიმბოლოა, მაგრამ ჩვენ მარტო ეს ატირებული შვილი არ ვიცით. ჩვენ ვიცით თბილისს რო გასცდებით ინგა, თქვენ ნახავთ რომ დანარჩენ საქართველოში არსებობენ მხოლოდ ბებიების, ბაბუების და შვილიშვილების საქართველო. ჯანმრთელი დედები და მამები მოჯამაგირეებად არიან გასულები. ეს ამ ხელისუფლების დამსახურება. მოდით შევეცადოთ რომ ვიყოთ ძალიან გულწრფელები ქალბატონესთან. ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა? ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ეხლა რომ მიჯდეს ამ სტუდიაში გეტყოდათ რომ უზარმაზარი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, ჩემი თაობის, ჩემზე დიდები, გასულები არიან უცხოეთში სწორედ მოჯამაგირეებად, ოღონდ არა ეხლა, არამედ თქვა წინა ხელისუფლების დროს. ყველა ხელისუფლების დროს რაღაც ეტაპობრივად არსებობდა პოლიტიკური ემიგრაციისა და ემიგრაციის ნაწილი, მაგრამ აი არა მე გულისხმობ იმ გაუსაძლის პირობებს, რასაც ხალხი მიყავს ხოლმე მოჯამაგირეებად. და ვწუხვა რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად ძალიან ბევრნი არიან. გეთანხმებით და ჩვენ მივესალმებით ყველას ახლა ქვეყნის გარეთ საქართველოს, რომლებიც ჩვენ ახლა გვისმენს და გვიყურებს და მე ერთ რამეს გეტყვით რომ ამ ქვეყანაში 2003 წლის 22 ნოემბერს მოხდა რევოლუცია, მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და მოხდა იმ საბაბით და იმ მოტივით, რომ ეს ყველაფერი შეცვლილიყო. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაუარესდა სიტუაცია. მაგრამ ხალხმა მაშინ გამოუცხადა ნდობა სააკაშვილის 96%-ით არჩეული პრეზიდენტი. მე მგონი მაშინდელი სააკაშვილის გამარჯვება ეჭქვეშ არავის არ დაუყენებია, ხო? მე ამ თემას ახლა აღარ გავაგრძელებ. მე მინდა ის თემა დავასრულო, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით. მე ვნახე საქართველოს ისტორიაში მართლა პირველად და უპრეცედენტო ფაქტი. მე ვნახე უცრემლოდ ატირებული მამების აქცია გუშინ კორტებთან, როდესაც 100-მდე ქუჩაშიც ჩაცხრილული და ამ ხელისუფლების, ამ პოლიტიკით მიერ ჩაცხრილული ახალგაზრდების მამებმა შექმნეს მოძრაობა და მიაქციეთ ინგა ყურადღება. როდესაც გამოვიდა ზურა ვაზაგაშვილის მამა, მან თქვა რომ ჩვენ ვიწყებთ შვილმოკლული მამების მოძრაობას, მაგრამ არა რევანშისთვის, არა სტიქიური ანგარიშწორებისთვის, არამედ სხვისი შვილების გადასარჩენად. მე ამის შემდეგ ცოტა გამიჭირდება ლაპარაკი, ვინა იყო 96 და 98%, მაგრამ თქვენ ერთ რამეში აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ. ამ დღეებში თბილისში დაიძრა ძალიან დიდი ტალღა. ეს ის თემა, რომელზეც კონტრშეკითხვა უბრალოდ არ არსებობს იმ დაღუპულ ბიჭებთან მიმართებაში, რომელზეც ეხლა ფაქტზე თქვენ საუბრობდით, მაგრამ ქალბატონესთან თუ შეიძლება მე გავიმეორებ გია თორთლაძის ერთ შეკითხვას, მაშინ სწორედ ამ თემასთან მიმართებაში. მე მახსენდება პარლამენტში როგორ არ შეუშვეს ბუტა რობაქიძის მამა. მაშინ მიმყავდა რეაქცია და კადრები, რომელიც გავიდა, იყო კოტე გაბაშვილი, იქ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ მაშინდელის ეს იყო ნინო ბურჯანაძე, იყო უზარმაზარი პრეტენზია, უზარმაზარი აგრესია. ადამიანი არ შეუშვეს, შვილმკვდარი მამებიო თქვენ ბრძანეთ. სწორედ ერთ-ერთი მათ შორის არ შეუშვეს და წეღან გია თორთლაძე რომ სვამდა კითხვას ყოველგვარი დატვირთვის გარეშე პირდაპირ მინდა დავსვა ეს შეკითხვა. რისთვის დგეხარ დღეს იქ, რომ ისევ იგივე ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში? თქვათ იგივე ნინო ბურჯანაძე. ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ კი არ ვსვავ. უბრალოდ ისევ ის ხელისუფლება უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელმაც თუნდაც ბუტა რობაქიძის მამა არ შეუშვა მაშინდელ პარლამენტში, როცა სააკაშვილი გამოდიოდა. ეგ მაშინდელი ფაქტი გაგეხსენებინათ ამ ბიჭებზე როცა საუბრობ. დიახ, გავიხსენებ ამ ფაქტს და ნამდვილად უსიამოვნოდ გავიხსენებ ამ ფაქტს. ეს არის აბსოლუტურად
აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც არა მხოლოდ თქვენ სვამთ ინგა სტუდიაში, არამედ იქ მდგომი ადამიანებიც ამ შეკითხვას სვამენ, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ჩვენი პოზიციები ბურჯანაძესთან და სხვებთან დაკავშირებით არის საყოველთაოდ ცნობილი პოზიცია, ჩვენ არასდროს არ შეგვიძლია და არც შევიცვლით ამ პოზიციას და მე უფრო მეტსაც გეტყვით, ბურჯანაძე როგორც იმ პოლიტიკური რევოლუციური ტროიკის თუ სამეულის წევრი პასუხს აგებს არა როგორც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ იმ 5 წელზე, რომელმაც გააჩერა დრო ჩემი სამშობლოსათვის. იქ მარტო ნინო ბურჯანაძე არ არის, ისე რომ არ გამომივიდეს, რომ მე მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს ვამბობ. თითქმის მთელი, აი ყველანი იმ შემადგენლობიდან უზარმაზარი ნაწილი ამ წლების განმავლობაში იყო ჩვენს ხელისუფლებაში. ანუ ხალხი როდესაც მე იცით რატომ გისვამთ ამ შეკითხვას. ნაციონალური მოძრაობა დღეს აქ რომ მიჯდეს თქვენთან დებატებზე, ან იგივე გია თორთლაძე, გაღიმებული და შესაძლებელია ძალიან წარმატებული სახით ეკითხათ, რომ უკაცრავად ეგებ ეს კითხვები დაუსვათ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ მინისტრებს, რომლებიც ამ ხელისუფლების გუნდში იყვნენ, დღეს თქვენ რომ მათ გვერდით გეხართ, რისთვის იბრძვით? ამას გეკითხებით. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. მე არ გავაგრძელებ თემას ბურჯანაძესთან, ნოღაიდილთან და ყოფილ თანაგულდენებთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს რუსთაველის გამზირზე ეს როგორც ფაქტობრივი რეალობა შეიქმნა. ამ რეალობას ჩვენ არ უერთდებით როგორც ორგანიზატორი ძალა, მაგრამ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი პოზიცია საქვეყნოდ, სახალხოდ და ვიდრე ამ პოზიციას გამოვაცხადებდით, მე მინდა გითხრათ ქაუტონო ინგა, რომ სექტემბრის შემდეგ პოლიტიკური ოპოზიცია იკრიბებოდა ყოველ დღე სხვადასხვა ოფისებში, ეს იყო დახურული შეხვედრები, ლეიბორისტული პარტიის მანდატს ვფლობდი მე ამ შეხვედრების დროს, ჩვენ ძალიან სერიოზული კამათი გვქონდა სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებმა ზუსტად იცოდნენ ჩვენი პოზიცია, ამიტომ ეს საკამათო არ გამხდარა მათთვის, არც საკამათო გამხდარა ჩვენი მომრჩევლებისათვის და მე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც მე თქვენთან ვზივარ აქ სტუდიაში, მე არ ვზივარ მხოლოდ ერთი ნესტან კირთაძე, მე ვზივარ 200,000 საქართველოს მოქალაქის ნდობის მანდატით აღჭურვილი არჩევნების დროს და ძალიან სერიოზულია ჩემი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც სერიოზულია მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენი ესეთი მთავარი სლოგანი ყველას მიმართ, მათ შორის ჩვენი ამომრჩევლების მიმართ არის ერთადერთი. ის კი არა, რაზეც თქვენ ბრძანებთ, რომ ვიღაცამ ისევ მოიპოვოს სკამი, ან ვიღაცამ ისევ მოიპოვოს თანამდებობა. დატოვა გია თორთლაძემ და ეს არის მართლა ძალიან ლეგიტიმური გია თორთლაძეს პასუხობ იმ ადამიანებს, რომელსაც ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, თუნდაც იმ მოედანზე, მაგრამ ეს არ ცვლის მთავარ პრობლემას, რასაც ქვია ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი ყველას მიმართ, ყველა მისამართით გაისმა ასეთი, რომ ჩვენთვის მთავარია ნებისმიერი პროცესის დროს გამარჯვებული გამოვიდეს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა. იცით რა, ამას გააკეთებს ამ განცხადებას ყველა პოლიტიკოსი, არ მიწყინოთ ქალბატონო ნესტან, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკოსი საუბრობს ხალხის სახელით. აი წეგან გიამაც ეთქვა, რატომ საუბრობენო ხალხის სახელითო. ასეთი განცხადებები ჩვენ გვესმის, თუმცა ლეიბორისტების მისამართით ძალიან არ მიყვარს ხოლმე, როდესაც ამ კითხვას ვახსენებ, უსვამ ლეიბორისტებს, მაგრამ ფაქტი იყო ასეთი. თავის დროზე საკრებულოში ყოფნის დროს სააკაშვილის თავმჯდომარედ ქცევაში ლეიბორისტებს ლომისწილი მიუძღვითო, იყო ხო ასეთი ბრალდება მაშინდელი იყო ასეთი ბრალდება, მაგრამ პასუხებიც იყო აბსოლუტურად არგუმენტირებული, ვინაიდან ეს იყო ზუსტად შავი პიარი და მოდიოდა ისევ მიხეილ სააკაშვილისაგან და ეს არ იყო. კადრები, აი ჩვენ ახლა ვხედავთ როგორ დგანან ერთად შალვა ნათელაშვილი და მიხეილ რა ახალგაზრდები არიან. მე მგონი პოლიტიკაში ბრძოლობ ორივე ცოტა ისეთი. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი და ბუნებრივია ყველას გვერდით მოგიწევს დგომაც, დალაპარაკებაც, ხელის ჩამორთმევაც, მაგრამ ეს არ არის თავი. ნინო ბურჯანაძეზე რომ საუბრობთ, უბრალოდ გავიხსენოთ თქო, რომ თქვათ იგივე თქვენი მისამართითაც იყო ხო ეს ასეთი. ნინო ბურჯანაძე დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა, ჩემგან ეს არ იქნება რბილად რომ თქვათ პოლიტიკურად ეთიკური, ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს ნინო ბურჯანაძემ და ხალხმა, როდესაც დადგება თავისუფალი არჩევნები, ჩვენ დღეს სრულიად სხვა რაიმეზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა. ასევე გეთანხმები, ძალიან მძიმე პრობლემებია ჩვენს ქვეყანაში. ძალიან სასტრაფოდ გამოსაყვანია ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, მაგრამ ასევე არ უყვარს ხოლმე ოპოზიციის არც ერთ ლიდერს შეკითხვა, როდესაც მას სვამს ჟურნალისტი ასეთი სახით. გასაგებია, სააკაშვილი უნდა წავიდეს, თქვენ გაერთიანდით და მერე ვისაუბროთ, ბურჯანაძე გახდება, ნესტან კირთაძე თუ შალვა ნათელაშვილი, მაგრამ აქვს თუ არა დღეს ხალხს უფლება იცოდეს, რას ამზადებს ოპოზიცია სამომავლოდ, ვიზზე აკეთებენ არჩევანს, რა პოლიტიკა გვექნება, რა გუნდი მოვა ხელისუფლებაში. აი წეგან
გია თორთლაძე ამბობდა, არისო ერთი ხელისუფლების მომხრეთა ნაწილი, არის ოპოზიციის მომხრეთა ნაწილი და შუაში კიდევ არიან ადამიანებიო. ამ შემთხვევაში მე მინდა მას დავეთანხმო. ნამდვილად ბევრ ადამიანს ვიცნობ, დღეს არც იქით რო არის და არც აქეთ, მაგრამ ამ ხალხს ხომ უნდა აუხსნას ოპოზიციამ, ვინ იქნება, რა იქნება, რას გვთავაზობთ იმისთვის, რომ გვერდში დაგიდნენ დღეს სააკაშვილის გაცილებაში სახლში. იცით რა შეცაქმე, მე ცოტა არ იყოს გაუგებრად მეჩვენება ხოლმე, როდესაც მარტო ესეთი ლოზუნგი დგას გადადგეს მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან ლეიბორისტების პოზიცია მკვეთრად გამოხატული ნებისმიერი ტელეგადაცემის დროს, ნებისმიერი პოლიტიკური აქციების დროს დგას ასე. ჩვენ არასოდეს არ ვისურვებთ და არასოდეს არ დაუჭერთ მხარს ერთი პერსონით მეორე პერსონით ჩანაცვლებას. ჩვენ გვინდა რომ შეიცვალოს ხელისუფლება მაშა სადამე, შეიცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს არ არის ვექტორისა და მიმართულების საკითხი, ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე რეალური საგარეო კურსი, რომელიც ჩვენ შეგვიქმნის მინიმუმ მშვიდობას და მაქსიმუმ ჩვენს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკას და იცით საიდანაც მიმყავს საუბარი. მეორე საკითხი ეს არის მკვეთრად გამოხატული საშინაო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში აღადგენს სოციალურ წონასწორობას. ეს არის თავისუფალი არჩევნები და ეს არ არის იდეა. ეს არის ის შინაარსი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ექნება თავისი სუვერენული ნება, თავად აირჩიოს ხელისუფლება და რაღაც იმპორტირებული პოლიტიკის შედეგები არ იყოს რომელიმე პოლიტიკოსი თუნდაც კარგად არა, ეს არის პროგრამა, ეს არის მესიჯი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ჯერ არა ვართ ხელისუფლებაში მოსული. ჩვენ ვართ ყველაზე მთავარი ოპოზიციური ძალა თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, გაოპოზიციონერებულებისაგან განსხვავებით, რომლებიც უკვე 15 წელიწადია ვიბრძვით იმისათვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მოვიძეთ არა ჩვენი გამარჯვებისათვის, არამედ ის არაჩვეულებრივი ეროვნული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. შალვა სხვათა შორის ეს ახალი არ არის ალბათ, მართლაც წლების განმავლობაში იყო, ყოველ შემთხვევაში ხშირად საუბრობენ ხოლმე ამაზე, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად უსამართლოდ დაჩაგრულიო თითქოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში. კი ბატონო, მე მინდა ისევ დღევანდელ ფაქტებს მიუბრუნდეთ იმ პროცესებს, რაც ჩვენს გარშემო მოხდება. რა შედეგი დასრულდება თქვენი აზრით ეს ბრძოლა? სააკაშვილი წავიდეს. თორთლაძის სიტყვებს გავიმეორებ, არ მიდის ეს სააკაშვილი არ გადადგებაო. ჩვენც ვხედავთ, რომ პრეზიდენტი არაპირებს გადადგეს, ჩვენ ვხედავთ, რომ იგი აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას და მოკლედ ხელისუფლება არ იმჩნევს ამ მოთხოვნას, მაგრამ ოპოზიციას თავაზობს დიალოგს. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ირაკლი ალასანიამ პრინციპში გააკეთა უკვე განცხადება, რომ იგი ხელისუფლების შემოთავაზების საპასუხოდ არის მზად, თქვათ, შედგეს დიალოგი, ვინაიდან ქვეყანა უნდა გამოვიდეს სასწრაფოდ პოლიტიკური კრიზისიდან. კი, დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ დიალოგზე, მოლაპარაკებაზე და ასე შემდგომ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს პოზიციას, რომ ყველა პარტიას აქვს სუვერენული უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა დასხდეს დიალოგზე, უნდა გააპროტესტოს ეს დიალოგი, ჩვენ ვერც ერთი პარტიის და ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერის პოზიციაში ვერ ჩავერევით აშკარად. ეს მათი გადაწყვეტილება, ჩვენ რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ გავალთ დიალოგზე იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც არ იცის სიტყვის ფასი, რომელიც მუდმივად არღვევს თავის მიცემულ სიტყვას და ჩვენთვის მოცემული სიტყვა კი არ არის, ეს არის ხალხისთვის მოცემული სიტყვა. ანუ შალვა ნათელაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში აცხადებს, რომ იგი არ წავა დიალოგზე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ წავართ დიალოგზე, იმიტომ არა რომ ჩვენ არ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს დიალოგს. დიალოგი არის, ბოდიში, დიალოგი არის ორ თანაბარ სუბიექტს შორის შემდგარი მოლაპარაკებანი სხვადასხვა თემებზე. ეხლა მე უსვამ ამ საკითხს იგივე გია თორთლაძეს, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეა და რატომ გია თორთლაძეს? მთელს ხელისუფლებას მიმართავ აი ამ პოზიციიდან და მე ხვალ და ზეგ, ანუ ლეიბორისტული პარტია, ანუ 250,000-ზე მეტი ამომრჩევლის მანდატის მფლობელი ლეიბორისტული პარტია სვამს ამ შეკითხვას. იგა გამაგებინეთ, რა დიალოგი სჭირდება იმას, როდესაც დღეს გუშინ სხვათა შორის საბანკო ექსპერტებთან ჰქონდა შეხვედრა, მათ მოითხოვეს ჩვენთან ესეთი შეხვედრა, 170,000 ადამიანი არის გადაგდებული, ესე ქვია ამ ტერმინს, კრედიტ ინფოში. ანუ ამ ადამიანებს ყველა ვადა ამოეწურათ ინგა და ისინი ხვალზე გუნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, უნდა მოხდეს მათი ქონების კონფისკაცია და მათ ელოდებათ შიმშილით სიკვდილი. ეხლა ამის საპასუხოდ ხელისუფლება გეტყოდათ ქალბატონ ნესტა, რომ სწორედ ამიტომ უნდა შევხვდეთ, სწორედ ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ეკონომიკურ დეტალებზე, ეკონომიკურ კრიზისზე. არა, მე ძალიან კარგად ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნებოდა მათი პასუხი. თუ კი თქვენ გადარდებთ ამ ადამიანების ბედი, აი ჩვენ ხო ვამბობთ, რომ სწორედ სოციალური, ეკონომიკური თემები არის დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანიო, ვიდრე ის, რასაც თქვენ ითხოვთ. ანუ მე რასაც ვამბობ, ეხლა მინდა რომ ეს აზრი დავასრულო და მე ხელისუფლებისაგან პირველი და პრემიერ-მინისტრისაგან მინდა მოვისმინო ეს მოსაზრება.
რაღაც პროპაგანდისტული მანქანა ყოველდღე თითქოს ესეთი პიონერული სალმით რო გვესალმება და გვეუბნება რომ ამერიკელები გვიგზავნიან კიდევ 1 მილიარდს 250 მილიონს. დასხედით თქვენ, კარგო ადამიანებო და უთხარით იმ ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ ყველაფრით გამოისყიდით ამ ადამიანების საბანკო ვალებს და შემდეგ გრძელვადიანი წესით მათ დაუბრუნდებათ, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა იმისა, რომ ქონება არ გაუნადგურდეთ და შიმშილით სიკვდილის წინაშე არ დადგნენ. ამას რა დიალოგი სჭირდება? ანდა მე ვაგრძელებ ისევ პრობლემებზე საუბარს. გუშინ წინ გამოაქვეყნა ევროსასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროსასამართლომ მონიტორინგის დასკვნები. ჩვენთან რო სტრასბურგის სასამართლოს ეძახიან. მთელი ევროპის მასშტაბით ინგა საქართველოს მოხსნა რეკორდული პირველი ადგილი. ყოველი 2000 ადამიანიდან ერთი ევროპის სასამართლოს მიმართავს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გუშინ დაჯდა ასევე საინტერესო ინფორმაცია, საინტერესო კი არა, ტრაგიკული ინფორმაცია მიგრაციის საერთაშორისო ცენტრიდან. აი ამ წუთში, როდესაც მე და თქვენ ვსაუბრებ, უკვე 10000-მდე პეტიცია სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეებისა, რომ ითხოვენ უცხოეთის თავშესაფრებს. აი ეს უბედურება სჭირს ქვეყანას და კიდევ უფრო დიდი უბედურება. და დიალოგზე რომ წასულიყო, თქვათ იგივე თქვენი პოლიტიკური ძალა და ეს თემები რო დაგეყენებინათ, ან გნებავთ სულ სხვა თემები კიდევ. მე მაგალითად გუშინ ციხიდან დამიკავშირდე, თქვა რატომაც არა ვიტყვი, უბრალოდ იმედი მაქვს მათ პრობლემები არ შეექმნებათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, მათ ჰქონდათ ტელეფონით სარგებლობის უფლება. ვესაუბრე შალვა რამიშვილს, დამირეკა რაღაც თემებზე ვისაუბრეთ, ვესაუბრე შემდეგ თემურ ჟორჟოლიანს და მათგან წამოვიდა ასეთი კითხვა, რომ კი, მაგრამ თუ კი ხელისუფლებას სურს, რომ თქვათ რაღაცა დიალოგი შედგეს პირველ რიგშიო, რატომ არ აგვარებს თქვათ იგივე იმ ადამიანების პრობლემას, გულისხმობ პოლიტპატიმრებისო, რომელთა სიაც მოხდა სახალხო დამცველის ანგარიშიო. ანუ არის მთელი რიგი თემები, რომელზეც ღირდა დამჯდარი იყო ეგებ ოპოზიცია ხელისუფლებასთან, იგივე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც არიან დაპატიმრებულები, იგივე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც ამას აპროტესტებენ ევროსასამართლოში და ასე შემდეგ, ქალბატონესთან. ანუ დიალოგის არა დიალოგზე რას ნიშნავს? ამითი ვინ ზარალდება? ხალხი თუ ხელისუფლება? მე გეთანხმებით, ამაში არის გარკვეული ლოგიკა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს ერთი ადამიანის შეცვლას, უნდა შეიცვალოს სახელმწიფო იდეოლოგია, უნდა შეიცვალოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა და მთლიანად პრაქტიკულად უნდა მოხდეს სრულიად ახალ რეჟიმში ქვეყნის სვლა. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებით, ორიოდე სიტყვა. ძალიან მოკლედ 2 წუთი დაგვრჩა ქალბატონესთან და მე მინდა ბატონ შალვაზე დაგისვენ ბოლოს. ამ 2 წუთს გამოვიყენებ და როდესაც ტელევიზიები, სხვადასხვა არხები და მათ შორის იგივე პირველი არხიც ცარიელ საკნებს აჩვენებს ხოლმე ძალიან ხშირად და სხვათა შორის ეს ვინც მოიგონა ძალიან სიმბოლური და კარგი რამ გააკეთა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ციხეების ქვეყანა არის საქართველო, მაგრამ თქვენ დალოცულებო ამ ცარიელ საკნებს რო აჩვენებთ ხოლმე, ესე მიზან მიმართულად. აბა შეიხედეთ ციხეებში, სადაც 25000-ზე მეტი პატიმარი ზის, არა მხოლოდ შალვა რამიშვილი და ბევრი ჩვენი ნაცნობი, არამედ ბევრი ჩვენი კონკრეტულად იყო ამ ადამიანებთან ჩემი საუბარი და მიაქციეთ ინგა ყურადღება და დაუსვით ეს შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს. 25000 პატიმარია, ორჯერ 25000 საპროცესო შეთანხმებით არის. 5ჯერ 25000 მათი ოჯახის წევრებია. ესე იგი, ნაპატიმრობის ცნობა ამ საქართველოში რამდენს აქვს და ეს ხო სამომავლოდ უპერსპექტივო ადამიანებად ითვლებიან. აი ეს არის უბედურება. ამ თემებზე გვაქვს ჩვენ სასაუბრო, ამ თემებზე აგორდა ეს ამოდენად ალღა ადამიანებს. ვიცი, უკვე მერიასთანაც უნდა დაიდგას, ასეთი არის ოპოზიციის გეგმა. ქალბატონო ნესტან, მე მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვა და სტუდიაში უკვე ლევან გაჩეჩილაძე შემოვა. შალვა ნათელაშვილზე მოხდა თავდასხმა, გაკეთდა ასეთი განცხადება ლეიბორისტული პარტიის მხრიდან. რატომ? რა ეჭვიგა? არა თუ ლეიბორისტული პარტიის მხრიდან გაკეთდა ეს განცხადება. უბრალოდ ვამბობ, რომ პირველად ჩვენ გავიგეთ სპეციალურ ბრიფინგზე ამას. ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი ახალი ტრამვა, თუმცა ამას უკვე მივეჩვიეთ, რომ მონადირეებივით და როგორც ნადირებს ისე დაძდევენ ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ რიგით ადამიანებს, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემთვის იყო მეორე შოკი, როდესაც გამომძიებლები მოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ ვიცით, ვინ იყვნენ ესენი და კითხვაზე პასუხი იყო ასეთი, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცნაზი და ჩემთვის იყო მესამე შოკი, როდესაც პირველად მართლა ხელისუფლება ავიდა ირიბ თვითაღიარებაზე და გააკეთა განცხადება თავდაცვის სამინისტროს სპეცნაზთან დაკავშირებით. მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ გარდა რეპრესიული მექანიზმებისა, სახელმწიფოს აქვს სამეურვეო მექანიზმები და მიხედონ ამ სიტუაციას და სულ 9 წუთი მინდა დავიკავო. მე ამავდროულად მინდა მიმართო ძალიან ფართო საზოგადოებას, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს. ელიას მთაზე თბილისში არის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი.
და თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ რა დიდი სიმაღლე აქვს მას, რა დიდი სიდიადი აქვს მას და რა სიღრმე აქვს მას. და იცით, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამ ტაძარს დაარქვა ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. ესე იგი, თქვენი ავტოპორტრეტი და ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ამ სიმაღლით, ამ სიდიადით და ამ პასუხისმგებლობით ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მართლაც მშვიდობიანად კონსტიტუციურად შეიცვალოს ხელისუფლება და სრულიად ახალი ეტაპი დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ესტან, მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ ასეთი არის ლეიბორისტების პოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ დიალოგზე არავითარ შემთხვევაში არ წავლენ. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებას ახალი ტალღა აუგოროს. გადაცემას რამდენიმე წუთში განაგრძობს ლევან გაჩეჩილაძე. სულ მოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. მაშასე ოპოზიცია აცხადებს, რომ ხვალიდან ხელისუფლებას ახალ გეგმას უმზადებს, გადაცემას განაგრძობს ლევან გაჩეჩილაძე. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. როგორც გასაგებია. სირცხვილის კორიდორი არ მაქვს ახლა, ვერ გაგატარებთ, მაგრამ უნდა გესაუბროთ ამ თემაზე. დიდი მადლობა, რომ მობძანდით, თქო დაბძანდეთ. ბატონო ლევან, მოდით დავიწყოთ საუბარი ჩვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. პირველ რიგში ხვალინდელი დღიდან თუ შეიძლება ახალი გეგმა, ახალი სტრატეგია გახდა ცნობილი, რომ საკნები უკვე უნდა დაიდგას მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც, ხომ? რა სიტყვის ლევან გაჩეჩილაძე? კეთდება განცხადებები, რომ ხვალიდან აგორდებაო ახალი ტალღა. ჩვენ ხელისუფლებას უნდა მოუწყოთ ახალი 9 აპრილი. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში ყველას მივესალმები, დიდი მადლობა მოწვევისათვის. არაფერი, ყოველი ორშაბათი ეს არის ახალი საპროტესტო ტალღის დრო და ადგილი. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ტელევიზიასთან 9, ესე იგი, ჩვენი აქტივისტების დგომა 9 საათიდან, დილის 9 საათიდან და ყველას მინდა ვთხოვო, ვისაც უნდა რომ შეუერთდეს. რა თქმა უნდა, შემდგომ უფრო დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე გამაფრთხილებელი ძალიან მწვავე აქციის ჩატარება. დღეს ამას მე არ ვიტყვი, იმიტომ რომ ტელევიზიასთან მიმართებაში გულისხმობ თუ ხელისუფლებასთან მიმართებაში ძალიან მწვავე აქცია. ხელისუფლებასთან მიმართებაში, ხელისუფლების უუნარობასთან მიმართებაში, პირდაპირ მინდა რომ თელმა მსოფლიომ დაინახოს რაოდენ უუნაროა ეს ხელისუფლება და ამას შემდგომ აუხსნი, იმიტომ რომ ალბათ ამის საშუალება მომეცემა და აქციები იქნება მწვავე. მოსალოდნელია ჩემი ძმის აქციის დაწყებაც ალბათ ამ კვირის ბოლოს. რეგიონებში გასვლას, რომელიც გულისხმობს, ანუ იგი დატოვებს საკანს. რეგიონებში ხო ამის ესე იგი, ესე ვთქვათ, საორგანიზაციო მზადება იწყება და იქითკენაც მიდის საქმე, რომ საკანში მას მისი მეგობრები ჩაენაცვლებიან, ალბათ იმიტომ, რომ ეს ეთერიც აუცილებელია და საჭიროა იმ პროცესებისათვის, რა პროცესებიც დღეს ხდება საქართველოში და ხვალ 12 საათზე ტელევიზიის წინ ჩვენ თელს ოპოზიციურ სპექტს გვექნება ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახის მწვავე აქციები იქნება მოსალოდნელი მომავალ კვირაში. ეს იქნება საკნებით თუ საკნებოთ ამას ხვალ 12 ანუ ბატონო ლევან, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ააგოროს ახალი 9 აპრილი. 9 აპრილში მე აქვე უნდა დავაკონკრეტო, ეს სათაური გამოვიტანეთ, თქვა ქალბატონის სალომეს განცხადებიდან გამომდინარე. 9 აპრილის ფართომასშტაბიანი აქცია, ზუსტად ისეთი დაახლოებით, როგორც იყო 9 აპრილს ელოდება ხელისუფლებას. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ამას? როგორ ფიქრობთ? აი ამ დღე 25 დღე 9 აპრილიდან. ამას ოპოზიცია ვერ მოახერხებს, ამას მოახერხებს ის ადამიანები და ის საზოგადოება, რომელიც უერთდება იმ მოთხოვნას, რომელი მოთხოვნაც აქვს მთელ ხალხს. ან თუ გნებავთ ხალხის გარკვეულ ნაწილს. და მოახერხებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ ჩვენ მართლაც ბევრნი ვართ, ესეთი იდეით განწყობილი ადამიანები, ბევრნი ვართ იმისთვის, რომ საქართველოში მართლაც დადგეს ცვლილებების დრო, თავისუფალი არჩევნების დრო, თავისუფალი ადამიანების დრო, ადამიანების უფლებების, სოციალური თუ სხვა უფლებების, ეკონომიკური თუ ბიზნეს უფლებების დაცვის დრო. კარგით, ვიდრე თქვენ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ, მე მინდა რომ დღეს თქვენ დაგისვათ ორიოდე კითხვა ტელევიზიასთან განვითარებულ პროცესებზე, აქვე ვაკონკრეტებ. მე არ ვთვლი რომ არადემოკრატიულია რაიმე და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ ადამიანს ამ საზოგადოების წევს აქვს უფლება გააპროტესტოს, რასაც იგი არ ეთანხმება, მაგრამ აი ეს ფაქტი რაც ხდებოდა ტელევიზიასთან მიმართებაში, ბატონო ლევან, მე ერთი
ამბავი გამახსენდა, წეღანაც გავიხსენე ეს ამბავი. ყოველგვარი დატვირთვის გარეშე დაგისვამთ ამ შეკითხვას. მიხეილ სააკაშვილს მე პირადად პირველად დაუპირისპირდი ეთერში მახსოვს ძალიან ბევრი წლის წინ, როდესაც მიმყავდა პირველ არხზე ჩემი დებატები ყოველდღიური და აი ამ დღეებში იყო უკვე გადადგომა ზურაბ ჟვანიასი და დაწყებული არის მიტინგი და სააკაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას. არ უყუროთ პირველ არხს ის ითხოვება. როდესაც მე თქვენი აი ეს განცხადებები მოვისმინე პირველ არხთან მიმართებაში, არ გეწყინოთ, ნამდვილად გამახსენდა ის დრო. მე მინდა დაუსვა ლევან გაჩეჩილაძეს ასეთი კითხვა. თუ კი თქვენ არ მოგწონთ ხელისუფლების ფორმები, რომლითაც იგი მოვიდა, რომლითაც იგი ამდენი წელი მართავდა ქვეყანას, რატომ იმეორებს ოპოზიცია იგივე ფრაზას? მე გეუბნებით, ეს იყო სააკაშვილის ფრაზა, არ უყუროთ პირველ არხს. ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი მაშინ. ჩემს კოლეგებში, იმიტომ რომ ჩვენმე მართლა სიმართლეს ვემსახურებოდით მაშინ. მე ყოველ შემთხვევაში დღესაც მაქვს ამის პრეტენზია. რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით, ზუსტად ეხა კონტექსტი არ მახსოვს, მაგრამ შესაძლებელია რომ ესეთი რამ მეთქვა. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. მიხეილ სააკაშვილის 5 წლიანი შემოქმედება ძირითადად ორი რამით განისაზღვრება. ეს არის, რომ მან შექმნა პოლიტიკური პოლიციის სისტემა ქვეყანაში. პოლიტიკური პოლიცია საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ეს არის პოლიცია, რომელიც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს ემსახურება და არ ემსახურება ხალხს და მიხეილ სააკაშვილმა შექმნა პოლიტიკური ინფორმაციის გავრცელების სისტემა. ეს არის ინფორმაციის გავრცელების სისტემა, რომელიც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ, მოკლედ, სამეგობროს ემსახურება. როდესაც და ეს გადაცემა ემსახურება მის პოლიტიკურ სამეგობროს. მე მართლა მინდა თქვენი გულწრფელი პასუხი მოვისმინე. რა ამ ბოლო დროს უფრო და უფრო კარგად ვერ ყვევი საერთოდ სატელევიზიო ინფრასტრუქტურაში. ეს გადაცემა არის ток-შოუ, ამას ხო დამეთანხმებით. და ის რაც საინფორმაციო სისტემაა და რომელიც მოდის პირველი არხიდან, ანუ პოლიტიკური საინფორმაციო ველი, დიახ, და თუ გნებავთ გავარჩიოთ რამოდენიმე სიუჟეტი და არა, მე არ გედავები. ისმენთ უბრალოდ ერთხელ გაგვირჩევია ჩემს გადაცემაში ესეთი სიუჟეტი, ინფორმაციის ნაკადები, რომელიც საზოგადოებრივი არხიდან მიედინება მთელ საქართველოზე და თქვენ იცით, რომ მთელ საქართველოზე სხვა საშუალებას საზოგადოებას ნაწილს გნებავთ ოპოზიცია და არქოთ, არა აქვს რომ მთელ საქართველოს მიაწოდოს. ეს არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული, არაობიექტური. თუ ეს არ არის სუბიექტური, მაშინ მინდა რომ თქვენ როგორ გონიათ პირველი არხის საინფორმაციო ნაკადები, რომელიც მთელ საქართველოს მიეწოდება, ეს ობიექტურია? იცით რა, მაშინ მე გეტყვი ძალიან გულწრფელად, ეხლა არ ვიცი, რამდენად მისაღები იქნება ეს პირველი არხისთვის, რასაც ვიტყვი. მეც არ მომწონს ბევრი სიუჟეტი, რომელიც გადის და რეპორტაჟი და მე არ ვაპირებ დღეს ერთი წუთით. მე არ ვაპირებ დღეს გესაუბროთ და გედაო თქვენ, თქვათ ნიუსებზე, მაგრამ მე გაგახსენებთ იგივე ნათია სორდიას გადაცემას. გაგახსენებთ იგივე ამ გადაცემას. გაგახსენებთ ნებისმიერ გადაცემას, რომელიც ამ არხზე გადის. იცით რატომ? წეღან რეკლამის დროს ვიღაცა მითხრა, რას გადაეკიდი ამ ნინო ქაჯაიასო, მაგრამ როდესაც სირცხვილის დაფაზე აკრავენ სურათებს ადამიანებისას, ვინც არიან პროფესიონალი ჟურნალისტები. იქ რომ ყოფილიყო ლევან ყუბანეიშვილი, არხის მენეჯმენტი, ლევანი ჩემი მეგობარია და არ შემწხვება, არ მომერიდება ამის მიუხედავად, რომ ეს თქვა. მე გავიგებდი, იმიტომ რომ პირველი არხის პოლიტიკაზე თუ არის საუბარი, მაგრამ ნინო ქაჯაიას სურათი, 64-ის ვაშლებთან დაკავშირებული განცხადებები, იგივე პოლიტიკური ток-შოუები, რომელიც ამ არხზეა, არ მეტყველებს იმაზე, რომ პირველ არხს არ უყუროთ, ეს მაინც და მაინც სიმართლე არ არის. მოწოდება თავის თავში არის ეს თავიდან ბოლომდე სწორი. მე მართლა პროტესტი გამიჩნდა. რატომ არ უნდა უყურონ ჩემს გადაცემას, სადაც სააკაშვილის ჰალსტუხის თემიდან დაწყებული, სანოძით გართობებით დამთავრებული, მისი გამოქცევით იმ გორიდან, არ ვიცი კიდევ რა თემები, სუში ბარები, ბოდრუმი, ასე შემდეგ, ყველაფერი გამიშუქებია. არ უნდა უყურონ ამ გადაცემას? მე მინდა კიდევ არ უნდა უყურონ ნათია სორდია, სადაც ასევე მიდიან ეკაკვესიტაძის გადაცემაში პირდაპირ მე მოდით მე ჩემს მოგახსენებთ ის კრიმინალური სისტემა და კრიმინალური შეცდომები, ის პოლიტიკური პოლიცია, ის რომ თავისუფალი აღარ არის ადამიანი, ღირსება აღარ აქვს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხი ვეღარ ხედავს მის ღირსეულ მომავალს, მის ეკონომიკურად მდგრად მომავალს. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მონაპოვარი. სააკაშვილის რეჟიმის მონაპოვარი არის ლოგოც
რომელიც პირველ არხს ადევს. ეს არის ერთიანი, მე მაწვრის ბოцკავს თქვა ამას უძახი, რომელიც მე პირადად არ მომწონს, მაგრამ ამ ლოგოს ქვეშ, ეხლა მე მინდა გადავიდე ამ ლოგოს ქვეშ მომუშავო ადამიანების მეტ-ნაკლებ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. იცით, მე ესე ვთვლი, რომ ადამიანის საზოგადოებამ თუ თავისი პროტესტი, აუცილებელი არ არის, რომ ეს პროტესტი ქუჩაში დააფიქსიროს. თქვენ პროტესტს აფიქსირებთ თქვენ გადაცემაში, მიუხედავად ამისა, რომ ამ ლოგოს ქვეშ მუშაობთ და სხვა ჩვენ ოპოზიციას სხვა გზა არ დაგვრჩენია თუ არა და თქვენს გადაცემაში მოვიდეთ იმისთვის, რომ მთელ საქართველოს მივაწოდოთ ინფორმაცია. სხვა გზა არ დაგვრჩენიათ, არ გინდათ და ამიტომ მოვიდეთ. სხვანაირად არა. თუ უბრალოდ ენდობით გადაცემა. არა, ყველაფერი ერთად, ყველაფერი. თქვენ რა სიტყვით იგივე ჩემს გადაცემაზე ან სხვა გადაცემაზე. რა თქმა უნდა და მე ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ხალბატონო ინგა, მე არასდროს თქვენთვის ტყუილი არ მithქვია, მე ვიცი, მე არ მომწონს სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ ვითარებაში, როდესაც ეს ამ არხის სამსახურში არის გადაზრდილი. თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება დაფიქსირებული ამა თუ იმ პროტესტის სახით და თქვენ ეს პროტესტი ბევრჯერ დაფიქსირებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეხა გულწრფელად გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩემთვისაც სასარგებლოა, ხალხისთვისაც სასარგებლოა, კარგი და ობიექტური გადაცემა, გულის სიღრმეში მაინც არ მომწონს, რომ პირველი არხის ეგიდის ქვეშ მუშაობს ინგა გრიგოლია. მე თუკი არ ვატყუებ მაყურებელს და თუკი მე ლევან გაჩეჩილაძე სამჯერ მყავდა ჩემს გადაცემაში, გია გაჩეჩილაძე, რომელიც არ ვიცი მე მართლა დაბლოკილი შეიძლება ხო უწოდო ამ ადამიანს, მაგრამ ორჯერ იყო ამ არხის პირდაპირ ეთერში. რატომ არ უნდა ვიმუშაო? თუკი მე მაქვს შესაძლებლობა საქართველოს მე არ გაგაწყვეტნებთ იმ 20 წუთს ცოტას გადავაჭარბებ, ასე რომ თუ შეიძლება მათქვევნეთ ჩემი საქმელი. საქართველოს კი არა მარტო. საქართველოს ფარგლებს გარეთ უყურებს უამრავი ადამიანი. რატომ არ უნდა ვიმუშაო ამ არხზე? ნინო ჟაუტაშვილის პროტესტი, ინგა გრიგოლიას პროტესტი, სხვათა პროტესტი ამ პირველი არხის მიმართ გამოიწვევს იმას, რომ პირველი არხის ხელმძღვანელობა და კიდევ უფრო ზევით თავში დაფიქრდებიან, რომ ისინი არ გამოიყენებენ საზოგადოებისადმი ძალისმიერ ინსტრუმენტებს. მე ესე ვფიქრობ. ინგა გრიგოლიას პროტესტი რას ნიშნავს? როდესაც მე დამიბლოკეს ირაკლი ოქრუაშვილის ჩართვა, მე მაშინ ვიყავი გენერალური დირექტორის მოადგილე, მივიღე გადაწყვეტილება, გავაკეთე განცხადება და გადავდექი თანამდებობიდან, მაგრამ როგორ ჟურნალისტი თუკი მე არ ვაზარა, პროტესტი მე მქონდა და წამოვედი, ამას გეუბნებით, მაგრამ რა პროტესტს ითხოვ დღეს? გადაცემა, რომელიც ყველაფერს აშუქებს, არა მარტო ჩემი. მე უბრალოდ საუბრობ ჩემსაზე, იმიტომ რომ ეხლა მე და თქვენ საუბრობ და მე შემიძლია ჩემი არგუმენტები დაგილო. მე ვიქრო იმ პროტესტს, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას და პოლიციურ რეპრესიულ აპარატს შეცვალოს საინფორმაციო ველი საზოგადოებრივი არხიდან. და აღარ მინდა ჩავიდე, ესე იგი კონკრეტიკაში თუ როგორ შუქდება ფიზიოლოგიური გამოვლინება ადამიანების რუსთაველზე და როგორ არ შუქდება სხვადასხვა ადამიანის ცემატყეპა, დაჭერა, სიკვდილით დამთავრება ახალგაზრდების და ასე შემდეგ. ეხლა ამისი ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური და ემსახურება რეპრესიულ, ავტორიტარულ, პირდაპირ მონოპოლიზებულ, კრიმინალურ მანქანას, მაშინ მგონია, რომ უფრო მეტი პროტესტი, ისეთი ცნობილი ადამიანების პროტესტი რას გულისხმობთ? აი მე რა უნდა გავაკეთო? მე როდესაც ვაძლევ ყველა კადრს, ვაშუქებ ყველაფერს, მომყავს ყველა სტუმარი, ვინც იმ კვირის მთავარი სტუმარია. და როდესაც მაყურებელი ჩემგან იგებს ასეთ შეკითხვას, ხელისუფლების ან ოპოზიციის ბევრი ფორმებია პროტესტის. ჟურნალისტებისგან. იმისთვის რომ თქვენ იმუშაოთ ისეთ არხზე, რომელზედაც მუშაობა თქვენ თვითონაც გაგიხარდება და ამ არხის საინფორმაციო ველი იყოს თავისუფალი, პროტესტის არსებობს ბევრი ფორმები. პირველი ფორმა ეს შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული, თქვა წერილი, ძალიან ისეთი სახის რადიკალური წერილი ოფიციალურად მიწეროთ ყველა იმ ცნობილმა ჟურნალისტმა, ლევან ყუბანეიშვილს. მე არავის არ მიბლოკავენ, არც ერთი კადრი არავის არ გაუპროტესტებია და რა მე პირიქით ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის ძალიან მომგებიანია იყოს თავისუფალი ეთერი. თქვენ თუკი მე მეტყვით, რატომ არ გააშუქე ინგა პრეზიდენტის ბოდრუმის სკანდალი? მე თქვენ ამას არ გეუბნებით, მე ამას გვეუბნები ლევან ყუბანეიშვილს, რომელიც ინგა გრიგოლიას უხდის ხელფასს. კი, მაგრამ მე ხო ამას ვაშუქებ. ხო, მაგრამ საერთო ჯამში თქვენ რომელი ლოგოს ქვეშაც გამოდიხართ, რომელი სახელისთვის ქვეშაც გამოდიხართ, ჩემის აზრით, შიგნი ჯანსაღი ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს სამოქალაქო პროტესტის გამოვლინება. მართლა გეუბნები. ყოველთვის არის გადაცემაში გამოხატული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვიტყვი მე ჩემ თავზე, იმიტომ საუბრობ, რომ აქ მე ვზივარ და შემიძლია ნებისმიერ
თქვენ შეკითხვაზე, მაგრამ მე ყველას გასაგონად მე მიმაჩნია რომ ჟურნალისტის საქმეა ობიექტურად იმუშაოს, რა ლოგოც არ უნდა გედოს, თუ არის მთავარი ამბავი რომ ვიღაც ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ისიც უნდა აჩვენო, მაგრამ უნდა აჩვენო რეგიონებიდან ხალხი რომ ჩამოყავთ. თუ არის მთავარი ამბავი რომ ნარკოტიკებზე არის რაღაც სკანდალი, ისიც უნდა აჩვენო, მაგრამ უნდა აჩვენო შენი საზოგადოების რა ღირსეული ნაწილი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. უნდა აჩვენო ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს? ერთ კითხვას დაგისვამ. თქვენი წამოსვლის მიზეზი იმედიდან რა იყო? ჩემი წამოსვლის მიზეზი იმედიდან ის იყო, რომ მე აღმოჩნდი ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაშში, ჩათრეული საბოლოო ჯამში. მე ეს არაერთხელ მithkom. მაგრამ თქვენი გადაცემები ხო მაშინ თავისუფალი იყო? ჩემი გადაცემები იყო მაშინაც თავისუფალი. როდესაც TBC-ის სტუდიიდან ვაკეთებდი, მაშინაც იყო და ეხლაც თავისუფალი. ეხლა თქვენ და თქვენნაირი ძალიან ჭეშმარიტი და ღირსეული და ნიჭიერი ქართველებიც აღმოჩენილები ხართ ძალიან ცუდ საზოგადოებისთვის ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაში. ეს არის საზოგადოების დასკვნებზე მე და თქვენ ნუ ვისაუბრებთ. თუ კი თქვენ ფიქრობთ რომ ეს გადაცემა კონკრეტულად სადაც ყველა თემა გადის და სადაც ყველაფერი ყველა კითხვა ისმება, ყველა თემაზე ღიად მიდის საუბარი და მართლა არ არსებობს დაუსმელი შეკითხვა. თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ამის მიუხედავად ჟურნალისტს მაინც არ აქვს უფლება, მან იმუშაოს, საქართველოს რეგიონებს მიაწოდოს ინფორმაცია, ჩართოს ეთერში გია გაჩეჩილაძე, თქვას რომ პრეზიდენტი იყო ბოდრუმში და ასე შემდეგ, მაშინ მე არ დაგეთანხმებთ. ამ შემთხვევაში მე და თქვენ სხვადასხვა პოზიცია გქონია ჟურნალისტიკაზე. კარგით, მოდით ახლა ნუ ვიდავთ. უბრალოდ ჩემი აზრია, რომ თქვენნაირი ადამიანები აღმოჩენილები ხართ უკვე ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეჩვენებინა მე თქვენ თუ შეიძლება მაშინ ლევან გაჩეჩილაძის ერთ გამოსვლას შეგახსენებთ, არ გაგიკვირდეთ უბრალოდ მე როგორც ჟურნალისტი ძალიან ისეთი ვარ, გაოცებული ვარ ეხლა, როცა თქვენ მეუბნებით რომ თურმე გადაცემები უნდა დაიხუროს, თურმე პროტესტი უნდა გამოვაცხადოს. გადაცემების დახურვას არაფრით არ ვლაპარაკობ. მე მაშინ თქვენს ერთ გამოსვლას შეგახსენებთ ლევან ყუბანეიშვილთან დაკავშირებით იყო ეს გაკეთებული და პასუხს მოვისმენ და შემდეგ ჩვენს კი ბატონო, პასუხს მე ყველაფერზე გეტყვით. ერთი პროტესტი არ არის მარტო გადაცემის დახურვა. პროტესტი არ არის. პროტესტი შეიძლება იყოს წერილობითი, შეიძლება მოხდეს პრესკონფერენცია. არა, პრესკონფერენციით შეიძლება რამოდენიმე ადამიანი გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ლევან გეყოფა საინფორმაციო ველის ესეთი გაჭუჭყიანება. მოდი რა, დავნიშნოთ, ავირჩიოთ ისეთი საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც იქნება როგორც პოზიციისთვის, ისე ოპოზიციისთვის მისაღები. თქვენი აზრის დაფიქსირების მე ვთვლი, რომ დღეს ოპოზიციისთვის, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ქუჩაში დგას, უფრო მეტად მნიშვნელოვანია იყოს თავისუფალი ეთერი, სადაც თქვენი სადაც იჯდება დათო გამყრელიძე. შალვა ნათელ, არა, ეს მადლობა არა, ეს ჩემი მოვალეობა, მე ვარ ჟურნალისტი და გავა ასეთი გადაცემა. თუ შეიძლება ერთი წუთი თქვენი კომენტარი და მერე პოლიტიკური თემები. დღეს ყუბანეიშვილმა გამომიგზავნა ესეთი ინფორმაცია, მე ვერ ვხვდება ეშინია, იმიტომ რომ იცის რომ დაუპირდირო სილას აგაწნიმეთ. კიდე მერე დაგელაპარაკებით ხო რა. გამომიგზავნა ესეთი ინფორმაცია და მართლა ავაწნი. საჯაროდ სადაც არ გადავიყრები, სილას ავაწნი. სურო 30 დღე ჩამსვან ამ სილის გამო რა. იმიტომ რომ საქართველოსის მთელი ცხოვრებით ციხეში რა. ხო, ავაწნი, იმიტომ რომ ასაწნელია. ლევან, ეხლა მე დავაფიქსირებ ერთ რაღაცას, როგორც წესი ჟურნალისტი ამას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ შენ რომ რაიმე ქვეტექსტი არ წაიკითხო, რაღა ეხლა ამოიღე. ლევან გაჩეჩილაძე შედის იმ ძალიან ცოტა პოლიტიკოსებში, რომელსაც მე ვცემ ძალიან დიდ პატივს. აქვე ამას ვაფიქსირებ და ალბათ არასოდეს არ მithქვამს არც ერთ პოლიტიკოზე და ეჭვი მაქვს აღარც ვიტყვი, მაგრამ ეხლა ამას თვლი საჭიროდ. იცით რატომ ვთქვი ეს? მე არ მომეწონა პოლიტიკოსი, რომელსაც მე ვცემ პატივს. მიტინგზე გამოვიდა. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ჩემი მეგობარი არ არის და ვიღაც ადამიანზე თქვა, რომ ეხლა მე მას დავიჭერ და სილას ავაწნი. ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას უწუნებს იმ ტონს, რა ტონითაც იგი გვესაუბრებოდა ამდენი წელი, უწუნებს მთელ იმ პოლიტიკას, მართლა ძალიან მძიმე ტონი იყო. მე ჩემს თავზე მაქვს ეს გამოცდილი. რატომ იმეორებს ამას ოპოზიცია დღეს? რას ნიშნავს სილას ავაწნი? თუნდაც არ მოგწონდეს არხის პოლიტიკა, რა არის ეს? კი ბატონო, გიპასუხებთ, თქვენ ხო იცით რომ ეხლა მე რახან რაღაცა ვთქვი, ამის პასუხიც მექნება. საერთოდ იყო ესეთი გამოთქმა ჩემს ბავშვობაში და ყმობაში სილის აწნა, მე ამას სილას ავაწნი. ეს არის გამოთქმა, როდესაც ადამიანზე იგივე, ეს არის პროტესტის გარკვეული ფორმა.
როდესაც ადამიანზე აკეთებ, ესე იგი, მორალურ წნეხს და მორალურ ზეგავლენას უკეთებ ამ ადამიანს. ჩემთვის ცოტა უფრო მძიმეა ამის მოსმენა, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ეძახიან პოლიტიკოსს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, საზოგადოების წევრი ვარ, არავიზე ნაკლები ბიზნესმენი არა ვარ, სხვათა შორის მინდა გითხრათ, იმათზე ვინც ხმას არ იღებს, არავითარ ნაკლები ამ ქვეყანაზე არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მზათა ვარ, რომ ჩემ ქვეყანას ვემსახურე. ხშირად, რა თქმა უნდა, ემოციებიც მექნება, მაგრამ ყოველთვის, ეხლა ეს ობიექტური ეს იქნება ყოველთვის ობიექტური ემოციები იმ ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც მოლაპარაკებული ვარ და აქ თითქმის ხალხის სისხლის ფასად შემოვედი მე ლევანთან, აი აქ პირველ არხზე 9 აპრილს და ჩვენ მოველაპარაკეთ იმაზე, რომ ყოველ დღე 4-5 წუთიანი პირდაპირ ეთერები უნდა კონდეს ოპოზიციას და დილით მე ბასა ჯანიკაშვილისგან ვიგებ იმას, რომ ეს ამბავი გადაიდო და ჩაიშალა, იმიტომ რომ ვიღაცას ლევან გაჩეჩილაძის პროტესტი არ მოეწონა, ეხლა მე ვერ ვიტყვი, მე ვანო მერაბიშვილი არა ვარ, რომ თქვა რომ თავისი კრიმინალური ქცევებს სხვადასხვა ვამზადებთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტაციას იმ კრიმინალზე, რაც ლევან ყუბანეიშვილის თანადობით პირველ არხზე ხდება, არც ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ამას ვამზადებთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული დოკუმენტაცია ჩაგვივარდა ხელში. იმის გამო რომ ჩვენ მე ვლაპარაკობ ჩემ თავზე და მე ვთქვი ის, რაც ვთქვი, თუ ვინმეს ეს არ მოეწონა, ყველას აი ბოდის სუხთი თავიდან ბომდე, მაგრამ ეს იყო მაშინ ჩემი აზრი, ეს დღეს რჩება ჩემი აზრი, ეხლა გავლახავს ვერ ვიტყოდი, რომ სადაც არ გადავეყრები, ეს იყო ჩემი ყრმობის გამოთქმა, რომელიც მინდოდა, რომ ისიც მეთქვა და ამ ფორმითაც ლამაზად მე ჩემი უბრალოდ პოზიცია დავაფიქსირე, იმედია მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა არ შეიცვლება მხოლოდ ტელევიზიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, როგორც ეს კინწურაშვილის შემთხვევაში მოხდა. ლევან, მე მინდა ვისაუბროთ ასევე ხვალიდან დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ. დიალოგის თემა არ მინდა ჩვენი საუბარი ისე ამოიწუროს, რომ მე ეს შეკითხვა არ დავსვა. ირაკლი ალასანიამ თავისი პოზიცია გაახმოვანა. რა სიტყვის ლევან გაჩეჩილაძე? მან თქვა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი არის მზად, რომ თავაზოს რაღაც კონკრეტული საკითხები, უბრალოდ დადოს, ოღონდ პირველ რიგში თავის პარტნიორებთან მოლაპარაკებით. ანუ ალასანია მიდის დიალოგზე, რას აპირებს ლევან გაჩეჩილაძე? მე მგონი სააკაშვილს მე რო შევხვდი პირველად შენს გადაცემაში ვთქვი, მე ესე მახსოვს. იმედი მაქვს კიდევ მექნება ბევრი ასეთი ექსკლუზივები. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემთვის მართლაც ინგა გრიგოლია არის ექსკლუზიური, ჩემთვის. მადლობა. ხო და აქედან გამომდინარე მე გონია და ვთვლი რომ დიალოგი ამ ხელისუფლებასთან პირობითად დიალოგი დავარქვა და ნუ დავარქმევთ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს აგერ უკვე და წრინახევრის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2 ნოემბრის აქციებიდან სხვადასხვა მოთხოვნების სახით ზოგჯერ ეს 4 მოთხოვნა იყო ზოგჯერ ეს იყო 62 პუნქტიანი მოთხოვნა სხვა შორის მინდოდა ახლა ერთი ჩანაწერი მაქვს ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ღამის 4 საათზე გამოსვლის იმ დიალოგის შედეგებით რომლის არც ერთი არ შესრულდა მიხეილ სააკაშვილის გამო. მიხეილს და მე გავლილი მაქვს წელიწადნახევრის განმავლობაში ესა თუ ისა მოლაპარაკებები. მიხეილ სააკაშვილი ამ მოლაპარაკებებს უყურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაეცეს ხალხში ის მუხტი და ის საპროტესტო ტალღა, რომელიც დღეს არსებობს, მან გადაარჩინოს, გადააგოროს თავისი დღეები და საბოლოო ჯამში ქვეყანაც და ეს საზოგადოებაც რბილად რომ თქვათ გადააგდოს. ამიტომ და რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ესე იგი მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ხშირად ხვდები და ველაპარაკები ირაკლის პოზიცია ჩემის გაგებით არის ესეთი, რომ ის მიდის თუ და შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძის მზათა თუ ეს მოინდომა ჩემმა საზოგადოებამ და თუ ეს მომთხოვა მე ჩემმა საზოგადოებამ რაც არ უნდა არ მიხაროდეს მე მოდი პირობითად შეხვედრა დავარქვათ. ეხლა როგორ გონია თქვენ მიხეილ სააკაშვილს რომ შეხვედრა უნდოდეს დროს და ადგილს არ იტყოდა და არ შეხვდებოდა თუ როგორ იქნებოდა? არა, ოპოზიციისგან ალბათ არსებითი თანხმობის მოლოდინი აქვს. არსებით თანხმობას მთელი ოპოზიციური მანდატიც მაქვს წამოღებული და ამაზე ერთობრივი განცხადებას ნებისმიერ დროს და ადგილას დაგვითქვან და მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ მზათა ვარ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მზათა ვარ შეხვედრამ, ოღონდ აუცილებლად ეს უნდა იყოს მედიის თვალყურის ქვეშ, საზოგადოების თვალყურის ქვეშ. მაგრამ მზათა ვარ ამ შეხვედრისთვის რომ ადამიანების, საზოგადოების არგუმენტები და განწყობა რატო ვართ ჩვენ გაერთიანებული ამ მოთხოვნების ირგვლივ მივიტანო, იმიტომ რომ შემოქმედება რომელიც გადაცემის დასაწყისში
ვთქვი, პოლიტიკური პოლიციის სისტემა და პოლიტიკური საინფორმაციო ველი, რომელიც მას ემსახურება, აი ეს დავანგრიოთ და მიხეილ სააკაშვილის გადადგომის გარეშე ამის დანგრევა არის შეუძლებელი. თუ ამას ვერ დავანგრებთ, ვერანაირ, ვერც ერთი, ვერც ბიზნეს, ვერც სამედიცინო, ვერც საგანმანათლებლო, ვერც უმწეო ადამიანებისთვის ჩვეულებრივი საშუალო ოჯახ თავისუფლებას ზოგადად ვერ მივიღებთ თავისუფალ არჩევნებს და საქართველოს სახელმწიფოს, ქართულ ქვეყანას, ქართულ მომავალს ვერ შევქმნით. ანუ თქვენ თუ იქნება კონკრეტული თარიღი და ადგილი, ალასანიას მსგავსად ხართ მზად მასთან არა მარტო მე, მოლაპარაკებას? მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ჩვენ ესე იგი ვიკრიბებით თქვენიცით, ვინც ავართ და ვინც განვაცხადეთ პასუხისმგებლობა პირობითად 9 აპრილო პროტესტზე, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი განცხადება და ეს განცხადება გაახმოვანა დავით უსუფაშვილმა, სადღაც ვიდექით ყველა. გითხარით ადგილი და დრო და მოვდივართ. ყველანაირი დღის წესრიგის გარეშე. მაშინ ეხა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიცია ელის კონკრეტულ ადგილსა და დროს, რასაც ისინი ჩვენი თემა, მე ხლა არ ვიცი ისინი რაზე ილაპარაკებენ, მაგრამ რაზედაც არ უნდა ილაპარაკონ, საზოგადოების განწყობები ძალიან კარგად ვიცი და პასუხის გაცემაც ძალიან კარგად შემიძლია. კარგი, და მე მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვათ, ლევან, თუ შეიძლება ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში გაჩნდა ასეთი კითხვა, უბრალოდ თქვენთან მიმართებაში, მართლა არის თუ არა შანსი, ვთქვათ, ლევან გაჩეჩილაძე აღმოჩნდეს მის პარტიაში, იყო რაღაც ასეთი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა. საერთოდ ავდგები მეც. კი ბატონო. მე საერთოდ მინდა რომ ამ ქვეყანაში მართლა თქვენთან წინა გადაცემაში ვთქვი პოლიტიკური პარტიების შესახებ რომ არაჯანსაღი სიტუაცია იმ თვალსაზრისით რომ ძლიერი კანონმდებლობა არ არის მიღებული. მე ჯერჯერობით არც ერთი პარტიაზე შესვლაზე არ მიფიქრია, მე ყველას მეგობარი ვარ, ვინ ჩემი მეგობარია და ვინ ჩემი პოლიტიკური მეგობარია იმ მიზნის მისაღწევად, რასაც მშვიდობიანი გადაყენება თუ გადადგომა ქვია მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს ნამდვილი ქართული მომავალი ქვია და ვნახოთ რომ ჩვენ თავარია ჩემთვის რომ დაგვიდგეს თავისუფალი არჩევნები. ვნახოთ რას ნიშნავს? ანუ შესაძლებელია თქვენ და ალასანია უცბად ერთ პარტიაში გიხილოთ? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კონსულტაციებზე, რა კონსულტაციების მთლიანად ოპოზიციაზე შეხება. მე რა დაგიმალოთ და როდესაც კანონით იყო ესეთი წესი რომ თუ გინდოდა რომ მაჟორიტარად გეყარა კენჭი რომელიმე პარტიის წევრი უნდა ყოფილიყავი, ხალხის პარტიის წევრი გახდით მაშინ. ხო იცით ახლა როგორი სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, თავისუფლებიდან ვიყარე კენჭი, ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას პარტიამ წარმადგინა საპრეზიდენტო. საერთოდ მახინჯის საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს და ეს რომ მოწესრიგება. ანუ გამორიცხული არ არის რომ თქვენ აღმოჩნდეთ მის პარტიაში. ამას საზოგადოების შეკვეთა რაც იქნება და ხალხის შეკვეთა რაც იქნება და რაც იქნება ქვეყნისთვის კარგი იმ ნაბიჯებს გადავდგამ და არ ძალიან ბევრი ადამიანიერიდება ამა თუ იმ პარტიაში შესვლას, იმიტომ რომ თვითონ პოლიტიკა ბინძურია. სანამ სუფთა ხალხი არ მივა პოლიტიკაში, პოლიტიკა სულ ესე დარჩება. დიდი მადლობა. მეტი წილი სუფთა ხალხი. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა მართლა გულით გთხოვოთ, დაგვანებეთ ჟურნალისტებს თავი და გვაცადეთ მუშაობა თუ შეიძლება. ხელისუფლების მისამართით ვსვავდი სუამას ამდენი წლის განმავლობაში და ეხლა მიწევს იგივე დავიმეორო. ძალიან არ ვიცი დათო გამყრელიძე როგორ ხასიათზე იყო, როდესაც იგი ჟურნალისტებს თქვა თხოვდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ეს არის ძალიან მძიმე და კიდევ ერთ სვიტყვი, მე არ მწხვენია. მე ვმუშაობ პირველ არხზე, მაგრამ ვაკეთებ გადაცემას და ეს გადაცემა გადის პირველ არხზე, რომელშიც არ არსებობს დაბლოკილი თემა, ასე რომ სირცხვილის კორიდორში მე ხვალ დილით როდესაც მოვალ სამსახურში გავივლი, მაგრამ იცოდეთ რომ მე არ მწხვენია, ნახვამდის. მე მინდა თუ გაწყენინეთ ბოდიში მოგიხადოთ. არა, ნამდვილად ჟურნალისტებს აქვთ ახლა განაცხენები. მოგეფეროთ და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ სირცხვილის კორიდორები ჩვენ არ ვებრძვით ინგა გრიგოლიას, არც სხვა ადამიანს ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით იმ სისტემას, რომლის სისტემის არსებობა საქართველოში აღარ შეიძლება. დიდი მადლობა, ლევან, იმედია უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ გვექნება პირდაპირ ეთერში საუბრის საშუალება. ნახვამდის თქვენ უსმენდით ლევან გაჩეჩილაძის, აი ასეთი არის მისი პასუხები, დავიდრე დაგემშვიდობებით, გადაცემა სანდრო ყანჩელის ანიმაციური რგოლით დავასრულებთ, რომელიც მან გერმანიიდან მოგვაწოდა. ვფიქრობ დღევანდელი სიტუაციისთვის ეს ანიმაციური რგოლი ძალიან საინტერესო უნდა იყოს.
აი ასეთი იყო დღევანდელი პოლიტიკური კვირა. მე გემშვიდობებით მომავალ კვირამდე ზუსტად 20 საათზე ჩვენ ვიქნებით ერთი კვირის შემდეგ. პირდაპირ ეთერში მინდა გისურვოთ მშვიდობა, მაშასე ოპოზიცია აცხადებს, რომ ხვალიდან იწყება ახალი ტალღანა. ხვამდის დაველოდოთ ერთად მოვლენებს. კარგად გრძელდებოდეთ.